ბიძინა, აი რამდენად რეალურია, რომ უახლოეს წლებში ყოველი მეორე ადამიანი გახდეს ალერგიული. და თუ ეს რაღაც რეალურია, რას გვიყვება ამის შესახებ ჩვენი იმუნური სისტემა. ადამიანი 250,000 ქიმიური ნივთიერების შემცველ პროდუქტს იყენებს, ჩვენ შევიფუთეთ აი ამაში და აქედან 125-130,000 პროდუქტის სამედიცინო ზემოქმედება არავინ არ იცის. ტკიპა იყოს მისი, ასე ვთქვათ, გადამტარი. ეხლა თუ შევხედავთ სტატისტიკას, რომ რამოდენიმე დღეს წინ Medscape-მა განაახლა და 99 წელსო ამერიკაში და მსოფლიოში 24 შემთხვევა იყო აღწერილიო, რომ შეხედო სტატისტიკას. და 2026 წელს ალფა-გალის სინდრომის დიაგნოზი უკვე აქვს მსოფლიოში 450,000 ადამიანს. ამალი კი არ მოკლავს, რაც შენ გარიდან გაუკეთე შენს კიბოს უჯრედს. აი ამ შუქის ჩაქრობას ვერ მოახერხებს კიბოს უჯრედი და ჩვენ იმუნური სისტემა მოვა ლიმფოციტები, ციტოტოქსიური ნატურალური კილერები და განათებულ კიბოს დაინახავენ და მოკლავენ. აი ეს იმდენად მნიშვნელოვანი გარღვევა, როგორც აი პენიცილინის აღმოჩენა. გამარჯობა, თქვენ უყურებთ და უსმენთ ჯანსაღ დიალოგს, მე ვარ ზურა ალხანიშვილი. შეგახსენებთ, რომ ეს არის საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პოდკასტ არეას, სადაც იწერება ჩვენი პოდკასტები. ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ალერგოლოგია, იმუნოლოგიას ვიცნობდით როგორც სიმპტომებთან მებრძოლ დარგს. ყოველ შემთხვევაში შორიდან ასე მოვიაზრებდით, მაგრამ დღეს უკვე 2026 წელია და ალერგოლოგია, იმუნოლოგიაში გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები და პერსპექტივებიც, რომლებიც მომავლისთვის მოჩანს, სრულიად სხვა რეალობას გვთავაზობს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ აი ამ საკითხებზე და ვისაუბროთ ბიოლოგიურ თერაპიაზე, გენეტიკური კოდის დონეზე, ჩარევის შესაძლებლობებზე და ასე შემდეგ. სწორედ აი ამ ტრანსფორმაციაზე, ასეთ ტიპის ცვლილებებზე სასაუბრო დღეს ჩვენ მოვიწვიეთ. ბიძინა კოლუმბეკოვი, ბიძინა, ძალიან დიდი მადლობა რომ შემოგვიერთდი. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან დიდი ხანი გვინდოდა რომ ჩაგვეწერა, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხეთ და დღეს მინდა რომ ყველა ის შეკითხვა დავსვა, რომელიც გვაქვს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ დღეს მარტო არ ვისაუბრებთ იმაზე, რასაკვირველი მაგაზეს ვისაუბრებთ ხშირად დასმული შეკითხვები, რომლებიც არის, რაც აწუხებს ადამიანებს და ამ შემდეგ, მაგრამ მინდა რომ უფრო მეტი ვისაუბროთ ასევე ცოტა მეცნიერებაზე და იმ პერსპექტივებზე, რომელიც არის ალერგოლოგია, იმუნოლოგიაში. ბიძინა, აი რამდენად რეალურია, რომ უახლოეს წლებში ყოველი მეორე ადამიანი გახდეს ალერგიული. და თუ ეს რაღაც რეალურია, რას გვიყვება ამის შესახებ ჩვენი იმუნური სისტემა. ეხლა რატო ვსვამ ამ შეკითხვას? იმიტომ რომ ვეცნობოდი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს და რაღაც მე მგონი 30-40%-ია ეხლა და პერსპექტივაში კიდე შეიძლება რომ ეს სტატისტიკა გაიზარდოს. რის ხარჯზე იზრდება, რა იცვლება ჩვენ გარშემო? აი ეს მაინტერესებს რომ მოვისმინოთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. ძალიან საინტერესო თემატიკა და საკითხებია, რაც ასე ვთქვათ, დაგეგმილი გვაქვს რომ გავშალოთ. რასაკვირველი ალერგიული დაავადებები, ზოგადად როგორც იმუნური სისტემის დაავადებები, ბოლო რამოდენიმე დეკადის განმავლობაში შეიძლება ითქვას, აი 30-40 წელი, განსაკუთრებული მზარდი ტენდენციით არის გამორჩეული მთელს მსოფლიოში. თუმცა რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტად განვითარებულია ქვეყანა და არა განვითარებადი, ან განუვითარებელი ეკონომიკა და GDP და შემოსავალი გულისხმობა ერთულ მოსახლეს და შესაბამისი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი მოწყობა და კომფორტი, ყველა თავისი ასპექტით, მაღალ განვითარებულ ქვეყნებში ალერგიის განვითარების ტენდენცია და ტრენდი აი ამ რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაცილებით უფრო აჩქარებულია. რა თქმა უნდა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა და ყველა ეძებს ამ კითხვაზე პასუხს, რომ რამ განაპირობა ეს? რა არის ეს მოვლენა? რატომ ვითარდება ალერგიის ასეთი სწრაფი პროგრესული ზრდა განვითარებულ ქვეყნებში და რა უშლის ხელს მის გავრცელებას ამ დროს ნაკლებ განვითარებულ ქვეყნებში? აქ რამოდენიმე ასპექტია, როგორც ყველა საკითხს მედიცინაში, ბუნებრივად ერთი გასაღები არ აქვს. აქ არის ბევრი დაშვება, ბევრი თეორემა, რომელიც მთლიანობაში ქმნის იმ სურათს, რატო შეიძლება მომხდარიყო ეს რაღაც იმუნოლოგიური ცვლილება მარტივად რო ვთქვათ. მოდი პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ხშირად არის ყოველდღიურ პრაქტიკაში, რომ რატო არის ალერგოლოგია და იმუნოლოგია ესე გადაჯაჭვული. აქ მარტივი ამბავია, რომ ალერგიული დაავადება თავისი იმუნოლოგიური კლასიფიკაციით ეს არის იმუნური სისტემის ავადმყოფობა, დაავადება, არის იმუნური სისტემის. ეხლა ეს კარგია თუ ცუდია, სუსტია თუ ძლიერი, ამაზე გააქვთ ეს ცალკე მომზადებული. და რომ ბუნებრივად მოყვება ამ პროცესს, მაგრამ ფაქტია, რომ იმუნური სისტემის დაავადება. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს მსოფლიოში არა მარტო ალერგოლოგიაში, ბევრ დარგშია, ეს არის ეგრეთ წოდებული, ესე ამბობენ ხოლმე და ესე ქვია ამოვლენას, ეს არის გენომთან დაკავშირებული კვლევები და განსაკუთრებით გენომისა და გარემოს ასოციაციის კვლევები.
ეხლა ალერგოლოგიაში ეს რასაც ქვია გენომი გარემო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რელევანტური ნაწილია. ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოსკენ ალერგოლოგიაში, აი დევიდ სტრახანი იყო ესეთი ამერიკელი მეცნიერი, შემოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი თემა, მისი დაკვირვებით ეპიდემიოლოგიური, ასე ვთქვათ, დაკვირვები და ამავე დროს კარგი, წინვალე და გამჭრიახი გონებით, რომ ჰიგიენური თეორია შეიძლება იყოს რაღაცა გასაღები დასავლურ ქვეყნებში ალერგოლოგიური დაავადებების და ალერგიული პათოლოგიების მკვეთრი ზრდის. ამას შეიძლება ებმოდეს აუტოიმუნური პათოლოგიები და შეიძლება გარკვეულწილად ონკოლოგიური პათოლოგიები. თუმცა ამ შემთხვევაში ხა ალერგიაზე კონცენტრირდეთ. რა არის ჰიგიენური თეორია, რას გულისხმობს? ჰიგიენური თეორია გულისხმობს მარტივ დაკვირვებას და ამას მეორენაირად ხა კიდე ასევე ტერმინია დამკვიდრებული ჩვენს სფეროში, დიდი ხანია უკვე ძალიან, ფერმის ეფექტი ქვია ამ მოვლენას. რა არის ეს მოვლენა? ცალსახიარო თუ ადამიანი ცხოვრების ადრეული წლებიდან შეხებაში არის ფერმასთან, შეხებაში არის ბუნებასთან, შეხებაში არის ცხოველებთან, ამ ადამიანებს ნაკლები ალერგიული დაავადებები წმინდა პირდაპირ დაკვირვება ეპიდემიოლოგიური ყოველგვარი ჩაღრმავებების გარეშე. რაც უფრო მეტია სოფლად პაციენტი და ნაკლებია ურბანული გარემო, ძალიან მკვეთრად დაბალია რინიტისა და ასმის განვითარება და სხვა ალერგიული დაავადებების. რა თქმა უნდა, ამას მოყვა ეპიდემიოლოგიური გამყარება ამ ყველა კვლევის. ხო, ესა იყო ერიკა ფონ მედიუსი, ახლა ცოცხალია და ძალიან ბევრი მეცნიერი, ეს გერმანელია, ეს კალბატონი თვითონ მიუნხენის უნივერსიტეტიდან, ასევე ამერიკელები იყვნენ ჩართული, აი ტუქსონის სკოლა არის არიზონაში ძალიან მნიშვნელოვანი და აი მაგალითად ტუქსონის კვლევის ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები ფერმის ეფექტის და ჰიგიენური თეორიის გამყარება იყო, რომ აი ესეთი ქალაქია არიზონაში, ქალაქს ქვია ნოგალესი და ნოგალესი არის აი პირდაპირ ქალაქი, რომ შუაზე გაყო ამერიკის საზღვარი გადის იქ მექსიკასა და ამერიკას შორის. ნოგალესი არის არიზონა და ნოგალესი არის მექსიკა. ანუ ქალაქს ქვია ორივეგან ნოგალესი, ოღონდ შუაშია საზღვარი და აი ამ ეპიდემიოლოგიური კვლევებით, დაკვირვებით, კითხვარებზე და ვიდეო კითხვარებზეც კი ეს არ არის, რომ თქვენი შვილი ხიხინებს, თქვენი შვილი აცემინებს, არა, ვიდეო კითხვარებით გამყარებული. ორივეგან ერთად არის ერთი გენეტიკური ბექგრაუნდის, როგორც ამბობენ, ადამიანები, ანუ მექსიკელები, სხვა რავინ არ ცხოვრობს, მაგრამ ამერიკულ მხარეს 23% ასთმა და მექსიკის მხარეს 8.3% ასთმა. მოკლედ ჩვენს დარგში, ალერგოლოგიაში ამ შემთხვევაში, გენი გარემოს ურთიერთობაში გარემო არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. ეხლა ამ ნაწილის საკითხი გლობალურადაც რო შევხედოთ შემადგენელი ნაწილი. მაგალითად არის თუნდაც იმ პრობლემასთან ბრძოლა, რასაც დღეს გლობალურად ჩვენ ვეძახით, აი ეპითელური ბარიერების თეორია არსებობს ესეთი, რომელსაც სათავეში უდგას ჩეზმი აგდისი არის ძალიან ცნობილი მეცნიერი, თურქეთიდან წარმოშობით, მაგრამ ის არის ახლა დაოსის ინსტიტუტის ალერგოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია უკვე 30 წელია და მისი ჯგუფი ანვითარებს ამ ეპითელური ბარიერების თეორიას. ანუ ეს რას ნიშნავს? ადამიანი ეპითელური ქსოვილით არის დაფარული, ხო? დაწყებული ცხვირიდან, სასუნთქი გზები, კუჭნაწლავის ტრაქტი, კანი. ჩვენს ეპითელურ ბარიერზე ყველა დამაზიანებელი ფაქტორი ერთად აღებული, რაც მოქმედებს, აი მათ შორის კავშირები, აი tight junctions ეს ეძახიან, ანუ ისინი ეს ეპითელური ქსოვილები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ყველა ეს ფაქტორი, რასაც ახლა მე ჩამოვთვლი, აი ამ tight junction-ებს, ანუ ამ ჩვენი ქსოვილების სიმჭიდროვის, ანუ როგორც საზღვარს არღვევს მარტივი სიტყვებით, რო ვთქვათ. და ჩვენი ორგანიზმი, თანამედროვე ადამიანის ორგანიზმი, კუჭნაწლავიდან დაწყებული კიდევ ერთხელ ამას ხაზგასმით ვამბობ, რომ იმუნური სისტემა იქ ტრეინირდება და იწრთობა, რეგულატორული უჯრედები იქ წარმოიქმნება. ცხვირი, სინუსები, ჩვენი კუჭნაწლავი, ჩვენი სასუნთქი გზები. აი სწორედ ამ ფაქტორების ზემოქმედებით ეპითელური ბარიერების ფუნქცია არის დარღვეული. მარტივად რო ვთქვათ, ძალიან ბევრი რო არ გავაგზელო, აი ხშირად არის ხოლმე, რომ იგივე ხელოვნური დამატკბობლები, რომლებიც საკვებშია გავრცელებული. რას აკეთებს? რატოა ის ცუდი? ზოგს ვერ ხვდება, აი ხო არის რაღაც დიეტურიან, ნულოვანი შემცველობის, მაგალითად რომელიღაცა გაზიანი სასმელი, ხა კომერციულ სახელებს აღარ ვეტყვი და ზოგი გეტყვის ხო ეს შაქარს ხო არ აწევს, ის ხო ნულოვანი შემცველობისაა. მაგრამ ხო ტკბილია ვეუნები, კი ტკბილია. აი სწორედ იქ არსებული დამატკბობლები, ყველა ეს საქაროზა იქნება თუ საქაროზა კიდე ხელოვნური დამატკბობლები, ასპარტამი და ასე შემდგომ. ესენი ყველა აკეთებენ ალტერაციას ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტის. აი ამ ეპითელურ ბარიერს სპობენ. კი ბატონო. ამიტომ ჩვენი ეპითელური ბარიერი თუ ირღვევა და ეპითელური ბარიერი ირღვევა გარემოში არსებული პოლუტანტებით, მანგანის გამონაბოლქვით, სამშენებლო მტვერით. აი მარტივად რო ვთქვათ და უფრო შტამბეშტავი ციფრი რომ მოვიყვანოთ, დღეს ადამიანი, რასაც იყენებს, ჩვენ სადაც ვართ.
ყველაფერი ხელოვნურია. რაც გვაცვია, ყველაფერი ხელოვნურია. რასაც მივირთმევთ, რეალურად ხელოვნურ რაღაცებშია შენახული. რასაც ვიყენებთ ჰიგიენურ საშუალებებს, რითაც ალაგებენ იმ სივრცეებს, სადაც ჩვენ ვართ. ანუ ადამიანი 250,000 ქიმიური ნივთიერების შემცველ პროდუქტს იყენებს, რომლის აღმავლობა დაიწყო 50-იანი 60-იანი წლებიდან. ჩვენს ყოველდღიურობაში ჩვენ შევიფუთეთ აი ამაში და აქედან 125-130,000 პროდუქტის სამედიცინო ზემოქმედება არავინ არ იცის. აი ამან დააზიანა იმდენად და ალტერაცია მოახდინა ეპითელური ბარიერების, რომ აი ერთი ახსნა რატომ მოხდა ასეთი დრამატული ზრდა. მოკეთ ეპიდემიოლოგიას კიდე რომ შევხედოთ და რომ დაუბრუნდეთ, რაც უფრო ნაკლებია ბუნებასთან კომუნიკაცია, აი ბიომრავალფეროვნების ნაწილია იგივე კუჭნაწლავზე, მაგრამ ორი სიტყვას ვიტყვი, არა მარტო გაზიანის ასმელი. აი სწრაფი კვების პროდუქტები. აი რაც უფრო გაღარიბდება კვება, რასაკვირველია ჩვენი კუჭნაწლავი ამ დროს ღარიბდება, ანუ მიკრობიომი, მიკროფლორა იქ ირღვევა. ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ ზოგადად იმუნური სისტემა, მაგრამ ესეც თქვა საინტერესოა, რომ რაღაცა წონასწორობის ორ პინაზეა წარმოდგენილი. ერთი არის ევოლუციური ტ-ჰელპერული ერთი გზა და მეორე არის აი მარცხენა ხელი ტ-ჰელპერული ორი გზა. ხა მე ეს გამოგვადგება ზოგადად ჩვენ რაღაცების ახსნაში. რას ნიშნავს ეს? ნუ დაახლოებით 50-იან წლებამდე ყველას ეგონა რომ იმუნური სისტემა არის მარტო გარე ფაქტორებისადმი და გარო მომხდურებისგან გამკლავება, ანუ რასაც აი თავდაცვის სამინისტრო აკეთებს სახელმწიფოში. ანუ შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. და ყველას ეგონა რომ ეს არის მარტო გარე, ანუ თავდაცვის სამინისტროა ჩვენი ვირუსებს ებრძოლოს და ბაქტერიებს, ანტიგენებს. მაგრამ აი სწორედ ბერნეტის და მედევარის და ამათი კვლევებით 50-იან 60-იან წლებში დადგინდა რომ იმუნური სისტემას ქონია შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქცია, ყველაზე უფრო მაგარი, რომ არ მისცეს გასაქანი აუტოიმუნურ უჯრედებს, სიმსივნისკენ მიდრეკილ უჯრედებს და აი თუ ესენი ვერ გამოხშირა ჩვენმა იმუნურმა სისტემამ, აი მათი სისუსტეა მერე ონკოლოგია და ყველა ის დაავადება, რაზეც ვსაუბრობთ. ეს სწორედ ამ უჯრედების დასუსტებას იწვევს ყველა ის ფაქტორი, რაშიც თანამედროვე ადამიანმა დაიწყო, ანუ ერთი გარემოებით და ერთი ფაქტორით ბუნებრივი ეს ვერ იხსნება, მაგრამ აი ეს ურბანული გავლენა, ბიომრავალფეროვნების მოსპობა და ეპითელურ ბარიერებზე მოქმედი უზარმაზარი ფაქტორები ჰაერიდან დაწყებული ყოველდღიურობით განაპირობა იმას, რომ ადამიანი აი ერთი მნიშვნელოვანი გარემოება უნდა ვთქვა კიდე, აი როცა გენი გარემოს ვეხებით. მაგალითად ძალიან ბევრი ლოკუსია უკვე აღმოჩენილი, თორე ადრე ყოველთვის და ეხლაც ვამახვილებთ ყურადღებას, რომ თითქოს ასთმა და ალერგიული დაავადებები, რაღაც გენეტიკური პათოლოგიები არ არის, ხა წმინდა წყლის მონოგენური დაავადება არ არის, რომ და იმასთან სასქესო ჰორმონებთან ქრომოსომებთან შეჯაჭვული დაავადება და ხშირად ჩნდება ეს კითხვა, რომ აი ოჯახში არ გქონია და მე ჩემთვის რატო აქვს გეკითხებიან. გენეტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, რომ დიაგნოზი დავსვა იგივე ასთმის და რინიტის და ასე შემდგომ, მაგრამ ერთი მთავარია. დადგენილია, რომ რაღაც ტიპის ლოკუსი, მაგალითად 17 კი 21 ლოკუსი თუ აქვს ბავშვს. აი ამ 100 ბავშვიდან პატ მცირე ასაკი გულისხმება, კვლევები არის ევროპაშიც, აზიაშიც, სამხრეთ ამერიკაში, ანუ მულტიკონტინენტალური კვლევებია ჩატარებული. ამ ლოკუსის მატარებელს თუ ექნება ბავშვობიდან ექსპოზიცია სიგარეტის მეორადი კვამლის, ანუ პასიური მწერველობის. მათ 10-ჯერ მეტი ასთმა ჩამოუყალიბდებათ, ოღონდ თუ არ ექნებათ არ ჩამოუყალიბდებათ. ანუ გენი გარემო არის იმდენად მნიშვნელოვანი ჩემ დარგში. წინასწარ გაწყობა არსებობს. რა თქმა უნდა, მე ამ რისკ ფაქტორმა შეიძლება გააქტიუროს. რასაკვირველია, მე ვხედავთ ასე. იგივე ტიპის ლოკუსზე მაგალითად არის დადგენილი, ეს უკვე რაღაც აქსიომაა ჩვენს დარგში. აი თუ ამ ტიპის ლოკუსის ოჯახური ასთმის მატარებლები არიან, ეს დანიისა და ბრიტანეთის კოჰორტა მაჩვენა, ადნან კუსტოვიჩი ესეთი ძალიან ცნობილი იმპერიალ კოლეჯის პროფესორი და მისი მიგნება ეს. აი ამ ლოკუსის მატარებლებში თუ ოჯახში იყო ადრეული ასაკიდან დიდი მოცულობის ძაღლი, რომელსაც ბევრი ანტიგენის გამოყოფა შეუძლია და ასე ვთქვათ ეს ნივთიერებების დაწყებული ყველა ნერწყვი, სალივას და ამ შემდეგ ნაკლები ასთმა ვითარდება. იცავს ძაღლი ასთმისგან. მაგრამ თუ იგივე ლოკუსის მატარებელს ყავს სახში კატა, მაშინ იქა 100-მაგად მეტი ასთმის განვითარების რისკი. ამდო გააჩნია ცხოველი სახეობა და გააჩნია შენ რა გენეტიკური ბექგრაუნდის ხარ. ძაღლი დამცველია, სადღაც ამ შემთხვევაში კატა პირიქით ასთმის გამომწვევია, ხო? აი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსებია თვითონ აი ამ დაავადებების ასეთი იმუნური შიფტთან დაკავშირებით რაც კი არსებობს. ხო, იმიტომ რომ ანუ რეალურად ჩვენ ალერგოლოგია, იმუნოლოგიაში, ხო? და მაგიტომაც გააკეთე შენ ახსნა, იმიტომ რომ ეს ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. იცვლება ეს პარადიგმა მაგ თვალსაზრისით რა. რომ ადრე როგორც ვიცოდით, ხო, რომ
რა ვიცი ეს აწუხებს ალერგენს თავი ავარიდო, ეს გავაკეთო, ის გავაკეთო, დღეს უკვე მივდივართ უფრო სიღრმეებში და უფრო მეც ვიგებთ, იმიტომ რომ კი 50-იანი 60-იანი წლებიდან ჩვენ უკვე ინფორმაციები გქონდა მიკრობიომის მნიშვნელობაზე, აშენეთ, მაგრამ რაღაც აი ბოლო წლებში რეალურად ჩვენ უყურებთ ამ ცვლილებების შედეგებს კვლევებში. დიახ. და აი შეიძლება რომ ბიძინა საბოლოო ჯამში მივიდეთ ჩვენ იქამდე რომ აი მაგალითად როცა აი მიკრობიომის მნიშვნელობაზე ვლაპარაკობთ ხო მის მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ვლაპარაკობთ იმიტომ რომ ეს გადამწყვეტია და ესეთი მნიშვნელოვანი რო არის ამას ბოლო წლებში ნუ ახლა ბოლო 2-3 წელს არ გულისხმობ თავისთავად უფრო და უფრო ვიაზრებთ ამის მნიშვნელობას, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ აი ამ გენეტიკური წინასწარ-განწყობების ფონზე ჩვილიდან რაღაცა პრობიოტიკების სპეციფიკური შერჩევით და ასე შემდეგ, უკვე პრევენციაზე შეგვეძლება თუ არა რომ ვიფიქროთ, ან ნუ კურნალობაზე ალბათ ანაკლებად, მაგრამ აი პრევენციაზე თუ შეგვეძლება რომ ვიფიქროთ, ანუ ეს ყველაფერი ამ პერსპექტივას ბადებს? მოდი ჩვენ თუ შევხედავთ ეხა გარედან ინტერვენცია თუ შეიძლება იმის რომ ამის ხელოვნური ინდუქცია და პრევენცია გავაკეთოთ ეხა პრობიოტიკებთან მიმართებაში, როცა ჩვენ უყურებთ, რაც მონაცემი ეხა ჩვენ გვაქვს, აი როგორც ვამბობთ, ხო, პოპულარულ სიტყვას ყველა იყენებს, ტკიცებითი მედიცინა. კი ბატონო. ამ ეტაპისთვის არანაირი პრობიოტიკული შტამის დამატებამ ალერგიული დაავადების პრევენცია არ გამოიწვია. არა. არც ორ სულთან და არც თვითონ ახალშობილთან. აქ ლაპარაკია ბუნებრივი გარემო შეიქმნას ისეთი და არა ხელოვნური დანამატების დამატება. ეს არ არის სწორი მიდგომა. პრობიოტიკებს სადაც აქვს ამ ეტაპისთვის მოდების წერტილი აქვთ, ვირუსთან ასოცირებული დიარეა, ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეა, რაღაც წყლოვან ნეკროზული ენტეროკოლიტი ჩვილებში, იქ დადგენილია და წყალგაუვალია მათი პოზიტიური გავლენა. ოღონდ იქით რაღაც შტამთან დამოკიდებულია და ყველა შტამი ერთნაირად არ გამოგვადგება. ალერგიულ დაავადებათა პრევენციაში ჯერჯერობით ნაკლოვანებას განვესდით მტკიცებითი მედიცინის კუთხით მათი სარგებლის შესახებ. არის კვლევები 100-დან 50 ამბობს, რომ პოზიტიურია და მეორე 50 ამბობს, რომ არავითარი გავლენა პლაცებოსთან შედარებით აქ არ იყო. ამიტომ იმდენად კონტრავერსიული, ანუ ურთიერთსაწინააღმდეგოა მარტივად ვთქვა ეს კვლევები, ინტერვენცია ჯერჯერობით არ განვიხილავთ. აი ხშირად არის ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაზე რომ გადაიტანო, რომ ზოგჯერ უჩნდება ცდუნება ფარმაკოლოგიურ კომპანიას, რომ მე შემოვიტანე ეს და აი ხო არის ეს, რომ ალერგიას ძალიან ეხმარება და გთხოვ გამოიყენო ეს და მომთხოვენ ხოლმე ამას. ნუ რასაკვირველია ხა ჩემთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია რომ ეს იყოს მართლა დასაბუთებული მართლა და პოლიპრაგმაზიაში არ გადავარდე რომ ბევრი წამალი არ დაუწერო ჩემს პაციენტებს მე სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის არ მყოფნის ინფორმაცია როგორც ექიმს რომ ჩემი დანიშნულების ნაწილი გახდეს რუტინულად ხანგრძლივად მით უმეტეს პრობიოტიკის დამატება აქ ლაბორატორია თუნდაც პრებიოტიკების კვებაში ჩართვაზე, რომლებიც ხელს უწყობენ და ნიადაგია კარგი მიკრობები რო გაიზარდოს იგივე რძის და რძიმჟავა პროდუქტების, ინულინის შემცველი პროდუქტების და ასე შემდგომ პროდუქტების, ანუ უფრო კვებაზე მეტ აქცენტს ვაკეთებ და მრავალფეროვნებაზე, როგორც ექიმი და ამას უთმობ გარკვეულ როლს და დროს. ვიდრე ხელოვნურად მივცე პრობიოტიკი ჩემს პაციენტს. ჯერჯერობით აი ეს მაგის მტკიცებულება არ არსებობს. და ხო, ასევე აქვე დავამატებ არემ რომ ხა ესენი რეცეპტის გარეშე გაიცემა მე მგონი ხა აფთიაქებიდან და ესენი რეცეპტო წამლებია. ხო და ალბათ ჯობია რომ გავაჟღეროთ ისიც რომ ეს არ არის ხა მარტივი მედიკამენტები და მოდი მე ერთ რაღაცას ვიტყვი ჩემი პრაქტიკიდან, იმიტომ რომ მაქვს შესაძლებლობა ხა ამ აუდიტორიას ხმა მივაცვდინო. ეხა ჩემთან როგორც ექიმთან და ჩემ კოლეგებთან, ჩემს დარგთან ხშირად არის რძის ცილის ალერგიის მქონე ბავშვები იყრიან თავს. ხშირად პრობლემა ბავშვთა ასაკის არის და პირველი, ასე ვთქვათ, სკოლამდე ასაკამდე უმრავლეს მათგანს ეკარგება. ზოგჯერ ძალიან დრამატულია და ეს ჩვენი ყოველდღიურობაა. ზოგჯერ რაღაცა წვეთთან და აი კოცნასთანაც კი შეიძლება იყოს ასოცირებული საკუთარი ოჯახის წევრის რო ალერგია განვითარდეს, არა თვითონ მიირთვა რაღაც, აი სხვას რო ქონდეს ოჯახის წევრის და ამბური და კოცნა იყოს ვითარდება რეაქცია. და რატო მოვიყვანა ეს ნაწილი? ძირითადი პრობიოტიკები აი ამ ლაქტოზისა და რძემჟავას ნარჩენებს შეიცავენ, ანუ რძით კონტამინირებულები არიან. ამიტომ ხშირად მაქვს მე პრაქტიკაში შემთხვევა თუ ეს არ გავაფრთხილე ოჯახი, შეიძლება რაღაც ტიპის ზოგიერთი პატიოსანი მწარმოებელი ამ პრობიოტიკებს პირდაპირ უწევს რძის ალერგიის მქონე პაციენტებთან არ გამოიყენოთ. მაგრამ სოფლიოშიც და ევროპაში ჩატარებული კვლევები 15 პრობიოტიკიდან 10-მა გამოიწვია რეაქცია და ამ დროს იმას არ ეწერა საერთოდ რომ მასში შემცველობა შეიძლება კვალის სახით ყოფილიყო რძის და რძის ნარჩენების. ამიტომ პირიქით ამ ხრივ ძალიან ფრთხილები ვართ და ვარჩევ როგორც ექიმი რომ ასეთ პაციენტებთან არ მოხდეს მათი უნებლიე გამოყენება და ასე ვთქვათ მეორადად ურტიკარიის კვინკეს შეშუპების და ვთქვათ ანაფილაქსიის გამოწვევა.
და თავისთავად ესე იგი ექიმის დანიშნულების გარეშე მაინც არ არის ეს ნებისმიერ შემთხვევაში კარგი აზრი. უნდა დასაბუთებული ჩვენება უნდა კონდეს მას. კი, იმიტომ რომ ხა ჩვენი მიკრობიომი ისეთი საკითხია, რომ მისი დარღვევაც არ ყოფილა მარტივი თემა. აი ხა გამოქვეყნდა წინა კვირას იყო ჟურნალ Nature-ში მაგაზე სტატია, რომ ერჯერადი კურსით ანტიბიოტიკოთერაპიის ერჯერადი კურსით ძალიან მგონი რომ დაუბრუნდეს. ხო, გააჩნია რომელ ანტიბიოტიკს ხოზოქს უნდა 7-8 წელიც კი რომ დაუბრუნდეს ის ფლორა ისევ აღდგეს და ანუ თიქრეთ თუ რამდენიმე ასეული სხვა სახის ბაქტერია შეიძლება ბინადრობდეს, აი 17-18 სახეობით ნაკლე, აი 150-დან 17-18 რომ მოგვეკლდება, უკვე კარგი ამბავი არ არის. ხო, ანუ ასეთი ფრთხილად არის გამოსაყენებელი ეს მედიკამენტები და ამიტომ ექიმის კაცრი დანიშნულების გარეშე ყველამ თავი უნდა შეიკავოს ამაზე. ესე იგი, შენი ერთ-ერთი გამოსვლა იყო თუ პოსტი იყო, აღარ მახსოვს რა იყო. აი ამაზე რაზეც ახლა შენ საუბრობდი, რომ სოფლად მაცხოვრებელი ბავშვების ჩამცელობა როგორ ხსოვდება, ძალიან დიდი გამოხმაურება გამოიწვია და. დიდი გამოხმაურება ხო. ხო, ნუ რეალური ახსნა არის ეგ, ახლა რაზეც ლაპარაკობდი, ხო ის მრავალფეროვნება, რომელსაც იმ გარემოში ხვდება ადამიანი და ამ გარემოში არ ხვდება და ერთის მხრივ თვითონ ეს პარადოქსიც, რომ განვითარებულ ქვეყნებში უფრო მაღალი გავრცელება გვაქვს ალერგიების, არის აიხსნება იმით, რომ იქ უფრო მეტად იყო, მეტი ცდილობები ჰქონდა, რომ მოგვეწესრიგებინა ჩვენ გარემო და ზოგიერთ შემთხვევაში ალბათ გადავაჭარბეთ რა. ეს მათ შორის ეხება პირად ჰიგიენასაც, ხო, ანუ ეს ანტიბაქტერიული საშუალებები, რომლებსაც ძალიან ხშირად ვიყენებთ, რომელიც იმიტომ რომ ეს ჩვენი ფლორა გვაქვს კანზეც და ამის ბარიერსაც ვარღვევთ და ნუ მე ხა საკვები ხო კიდე ცალკე თემაა. ეხა ნახე რაზე მინდა რომ კითხო, რომ ნახე ამასინათ ეს ინფორმაცია, რომ გამოვიდა პაჩები. დასაკრავი პაჩები, რომლის იდეაც ახლა თუ სწორად გავიგე, რაც არის, აკეთებს შემდეგს, რომ ამ ანტიგენებს აწვდის ნენელა ბავშვს. ეგ ახლა დაახლოებით მე მგონი იგივე ტიპის ინტერვენცია არის, რაზეც შენ საუბრობდი, რომ შეაჩვიო, შეაგუო აი ამ რაღაცა კონკრეტულ ანტიგენებს შენი ორგანიზმი, ხო? და ეგენი ხა ესეთი ფართო გამოყენებაშია თუ არ არის ფართო გამოყენებაში. ჯერ არის ერთი კლინიკური კვლევების ის არის, აღარ მახსოვს ინფორმაციას ნახე. კი, კლინიკური კვლევები მინდა. ეხლა მთავარი პრობლემა რა არის მოკეთ ამ ნაწილში ალერგოლოგიის, განსაკუთრებით ალერგენ სპეციფიკურ იმუნოთერაპიას თუ მე ალბათ შევეხებით, ანუ დამეგობრებას ალერგენებთან. კი ბატონო. ყველაზე რთული ნაწილი ამ დამეგობრების არის კვებითი ალერგიის შემთხვევაში. კი ბატონო. გარემო ალერგიასთან მეტნაკლებად ეს გაკვალური გზა უკვე და ახალი ვარიანტები ჩნდება, მაგრამ 115 წლის ისტორია აქვს უკვე, როცა ნუნმა ბრიტანელმა მეცნიერმა 1911 წელს დაიწყო იმუნოთერაპიის, ასე ვთქვათ, გამოყენება სუბკუტანეული ფორმით. და აი კვებასთან დაკავშირებით დამეგობრება, ანუ ორალური იმუნოთერაპიის გამოწვევა, რადგანაც ზღვარი ახლოს არის ანაფილაქსიასთან, აი ეს არის ძალიან რთული დილემა. და დღეს არსებობს ბევრი რეკომენდაცია და ასე შემდგომ, რომლებიც ძირითადად უფრო 4 წლიდან მოგვიწოდებენ ორალური იმუნოთერაპიის საკვებზე განხორციელებას, მაგრამ ძალიან ფრთხილი გზაა, იმიტომ რომ ერთი ნაბიჯი არის ანაფილაქსიის გამოწვევამდე, ანუ ხელოვნურად. ჩვენ ამას რასაკვირველია, ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ამ ნაწილში, როდესაც მეტი უსაფრთხოება უკვე გარანტირებული გვაქვს, ანუ ანალიზებიც გვაძლევს ამის საშუალებას და ანუ food challenge-ზე, ანუ კვებით პროვოკაციაზე ვიბარებთ მას არა აქვს უფლება პირველი ულუფების მისცეს სახში, როცა ალერგიის ზედამხედველობის ქვეშ ხდება აუცილებლად რამოდენიმე საათიანი დაკვირვებით, მაგრამ როცა მაღალია ეს კვებითი ალერგიის პოტენციალი, კლინიკურადაც და ანალიზურად არ იკლებს, უცხოეთში ცდილობენ, რომ ამ ბავშვებთან ჩაატარონ ეს ორალური იმუნოთერაპია და ორალური იმუნოთერაპიის ერთ-ერთი გზად მიიჩნევა ეს ტრანსკუტანეული ფაჩ ტესტების, ტესტის არა, ნუ ფაჩების დაწებება, სადაც მინიმალური დოზით იქნება მაგალითად ფინათის, ანუ მიწისთხილის ალერგენი და ეს ნელა-ნელა ტრანსკუტანეურად შეიწოვოს, მივიდეს რა იმუნური სისტემის უჯრედებთან, ლიმფოიდურ ქსოვილთან და გარკვეულწილად მოხდეს მაბლოკირებელი ანტისხეულების წარმოქმნა და როგორც ალერგენს ისე აღარ შეხედოს რაღაც ეტაპის მერე. ბევრი წარმატება, მაგრამ 100%-იანი ეფექტი არ მიიღწევა, მაგრამ ეს მეთოდი ახლა თანდათანობით იხვეწება. აი მაგალითად კვებითი ალერგიის დროს ასეთი ორალური ტოლერანტობის და იმუნოთერაპიის კაფსულა მაგალითად აქ კომპანია Pfizer-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ხანი უკვე მე-3 თუ მე-4 წერია პალფორცია ქვია, სადაც მიწისთხილთან სპეციალური დოზირებით, ექიმის მეთვალყურეობით და მერე სახში აგზელებს
სპეციალური სქემა და ბლისტერზე დაკრული კაფსულებია, შეიძლება მიიღოს და ტოლერანტული ხდება 400-500 მგ-მდე კი შეიძლება მე მოიხმაროს უკვე იმ ადამიანმა, ვისაც ანაფილაქსია ჰქონდა, იმიტომ რომ ქვეყანაში დიდია მოხმარება მიწისძვრილის და მასთან ასოცირებული ყველა პროდუქტების, ამიტომ იქ ეს აწუხებთ. ჩვენთან მიწისძვრის პრობლემა ნაკლებია. ხო, ჩვენთან ნიგოზი და თხილია უფრო მეტი ალერგენი, როგორც კვებითი. ამიტომ ეს ტრანს ეპიკუტანეული იმუნოთერაპიის ფორმა ერთ-ერთი ინოვაციური ფორმა, მაგრამ ყოველდღიურ პრაქტიკაში ჯერ შემოსული არ არის. იხვეწება, არის ბევრი სტარტაპ კომპანიები, რომლებიც მეცნიერებაზე დაყრდნობით და ძალიან კარგ, ასე ვთქვათ, მეთოდოლოგიით იკვლევენ ამას და ჩვენც ველოდებით, რომ იქნება გარღვევა, მაგრამ ჯერ გაიდლაინებში და ყოველდღიურ პრაქტიკაში ეს გადასული არ არის. კი ბატონო, ახლა პერსპექტივაზე საუბრობთ, მაგრამ ჩანს პერსპექტივა ჩანს, მოკლედ. პერსპექტივა ჩანს. ეს ვარჯიში ერთგვარი ჩვენი იმუნიტეტის, ხო? აი ამ და იმუნოთერაპიის ნაწილია, მოკლედ ესეც და მაგის ნაწილია. ხო, და ეს ახლა ეხარე რა ვარიანტებიც არსებობს. ერთ კონკრეტულ ალერგენზე კეთდება თუ ცოდის კომბინირებულია და შეიძლება რამდენიმეს მოიცავდეს. იმუნოთერაპიას ზოგადად გადავწუდეთ და არა საკვებზე. არა საკვების მიმართ. საკვებზე მარტო გამხოლოებულად. შერეული იმუნოთერაპია არ არსებობს. ხო, კი ბატონო. შერეული ფორმები გარემოზე არსებობს. ანუ ვაწყვილებთ ბევრ ალერგენს ერთად. ხო, გარემოზე კი ბატონო. იქ აქვს ამის შესაძლებლობა, რომ მტვერი და ბალახი ერთად გავუკეთოთ. კი ბატონო. რაღაცები. კაი, ჯერ ეს კვების ნაწილი მინდა რომ დავამთავროთ ახლა, იმიტომ რომ ანუ რაზეც მე ყველაზე მეტად მინდოდა რომ ველაპარაკა დღეს ჩვენ ამ პოდკასტში ზუსტად ეს არის ალფა-გალის სინდრომი, იმიტომ რომ აი ჩვენ ახლა აქ ჩვენ მსმენელები დაინახავენ ეპიზოდს, შეგიძლიათ რომ მოусმინოთ ეს ეკოლოგიური დეტექტივის ეპიზოდს, სადაც ჩვენ ჩავწერეთ ქართველი მეცნიერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომელიც იკვლევს ტკიპებს, მათ ნაირსახეობებს და ესე ნადირობენ პირდაპირ გაგებით, ოღონდ არ ხოცავენ ამ სხვადასხვა ორგანიზმებს ჩვენ გარემოში და მათ შორის არის ეს ალფა-გალის სინდრომის გამომწვევი ერთ-ერთი ტკიპაც და როცა გასულ წელს როცა პირველი ადამიანი დედამიწაზე დაიღუპა ამ ალფა-გალის სინდრომით ამის შესახებ ჩვენ ჯანმრთელობის დღიურების გვერდზე და უბრალოდ ნიუსი განვათავსეთ რომ ასეთი რაღაცა მოხდა იმის კომენტარებში ძალიან ბევრი თქვენი პაციენტი იყო და მაშინაც ეკითხარი რომ რეალურია ჩვენს ქვეყანაში ხო არ მეგონა არ ვიცოდი უბრალოდ რომ ეს ხდებოდა არც ის ვიცოდი რომ საქართველოში ამის დიაგნოსტირება შესაძლებელი იყო და მოდი აი ეხლა ეს რო გითხრა ჯერ საერთოდ რა არის ეს ეგრეთ წოდებული ხორცი ალერგია ტკიპარაშუაშია აქ და სინამდვილეში რა ხდება ჩვენთან ამ მიმართულებით რა პრაქტიკა გვაქვს საერთოდ ალფა-გალის მოვლენა და როგორც ასეთი სინდრომი კლინიკურად დაახლოებით 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში დაიწყო ფილდს მალსი ესე არის მისი გვარი, ეხლა ცოცხალია უკვე ასაკშია ძალიან ამერიკელი მეცნიერია, რომელსაც პირველად მიიტანა ეჭვი, მაგრამ რა საინტერესოა ეჭვის მიტანა რატომ მოხდა ამაზე და საიდან მივიდნენ ამაზე, ეს არის ძალიან საინტერესო ისტორია. მოგეთ ალფა-გალის აღმოჩენა სტაიდო საფუძვლად ესეთი გარემოება. მოგეთ ბიოლოგიური პრეპარატების ერა რო 80-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში აქტიური გახდა, ერთ-ერთი ესეთი ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც ლიმფომებისა და ლეიკემიის მართვაში გამოიყენება, არის ესე ქვია ამ წამალს ცეტუქსიმაბი. და ეს მაბები ახლა ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც მონოკლონების სახეა, რომელიც აბლოკირებს ამ პათოლოგიურ უჯრედებს, რომ პოლიკლონური აქტივაცია არ მოხდეს იმ სინურ უჯრედის და მოგეთ იყენებს მთელი ონკოჰემატოლოგია და არა მარტო, მაგრამ ნუ ისინი ძირითადად. მოგეთ ერთი რაღაც ესეთი გარემოება დააფიქსირეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ცეტუქსიმაბის მიმართ ძალიან ხშირი იყო ანაფილაქსიური რეაქციები აი ამ მონოკლონის გადასხმის დროს. სისტემური ალერგიული რეაქციები. მაშინ როდესაც იგივე წამალს, როცა იყენებდა იგივე რაოდენობით დასავლეთ სანაპიროს კალიფორნიის თუ ორეგონოს თუ ვაშინგტონის შტატის მოსახლეობა, იქ პრაქტიკულად არ ხვდებოდათ არანაირი სისტემური ალერგიული რეაქცია. აი აქ გაჩნდა უკვე კითხვის ნიშანი, რომ რა გარემოება განსაზღვრავს ამას, რომ ცეტუქსიმაბი აქ ანაფილაქსიას იწვევს და იქ არ იწვევს ანაფილაქსიას. და აი სწორედ აი აქ ამ კვლევების საფუძველზე გავიდნენ ამ მონაცემზე, რომ ეს ალფა-გალი, რასაც ქვია, galactosa alpha-1-3 galactosas მოლეკულა პირდაპირ ჯვარედინი, ანუ cross-reactives იძლევა ცეტუქსიმაბსა და ალფა-გალის ნახშირწყალს შორის. ალფა-გალის ნახშირწყალი საიდან ხდება და მისი წინააღმდეგო ანტისხეულები ეს ადამიანს არ აქვს და გავიდნენ მოკეთ ამ ვექტორულ გადამტანებზე. ეს არის ტკიპა, რომელსაც ის მსხვილფეხა ქოსანის საქონლის
სისხლიდან და ორგანიზმიდან მოაქვს, ხო? ეს არის ძროხა, ეს არის თქვათ წითელი ხორცი სადაც არის, მოკეთ ირემიდან დაწყებული ყველა ცხვარი და ასე შემდეგ. და ის სწორედ აი ამ ციტოქსიმაბის რეაქციათა კასკადმა ალს მილსი და ეს ამერიკული ჯგუფი მიიყვანა მიგნებამდე, რომ სწორედ აი ეს მოლეკულა არის აქ მთავარი დამნაშავე ალფა-გალი და ეს ადამიანიდან შეიძლება მარტო მოხდეს, ტკიპა იყოს მისი, ასე ვთქვათ, გადამტარი. ეხლა თუ შევხედავთ სტატისტიკას, რომ რამოდენიმე დღეს წინ Medscape-მა განაახლა და 99 წელსო ამერიკაში და მსოფლიოში 24 შემთხვევა იყო აღწერილიო, რომ შეხედო სტატისტიკას. და 2026 წელს ალფა-გალის სინდრომის დიაგნოზი უკვე აქვს მსოფლიოში 450,000 ადამიანს, ანუ 900,000 კაცს. მოგეთ ამბავი ის არის, რომ ადამიანს რომელსაც აქვს განწყობა ამის მიმართ, ყველას არ ემართება და ახაც არ არის ახლა ყველას ტკიპის ნაკმეზე ალფა-გალი ხო არ უყალიბდება. აი რაღაცა გენეტიკური პრედისპოზიცია უნდა არსებობდეს. ან ეპიგენეტიკური ცვლილება, რომ შენ იმუნური სისტემა ამისთვის მზადაა. აი ეს ტკიპა, რომელმასაც წამოიღო ეს ალფა-გალი, გალაქტოზა, ალფა-1-3 გალაქტოზა ცხოველისგან, წითელი ხორცის შემცველი ძუძუმწოვრისგან ამ შემთხვევაში, შენს ორგანიზმში გადმოვიდა, შემოუშვა, მაგრამ ესეც ხო საინტერესო ფენომენია. წითელ ხორცს ადამიანი იქამდე იგივე პერსონა ხო ჭამდა. ალერგიული და ანაფილაქსიური რეაქცია იმ წითელი ხორცის ჭამაზე არ ემართება, არ სენსიბილიზირდება. კი ბატონო. აუცილებელი არის ტკიპა მოკბინოს, იმიტომ რომ რაღაც სალივაში შემცველი სხვა ნივთიერებებიც უნდა მოყვეს, რომ იმუნურმა სისტემამ ასე აღიქვას ეს. ანუ იქ რაღაცა დამხმარე გამაძლიერებლები ჭირდება, ადიუვანტები ჭირდება, რაც მის ნერწყვშია. და ამ ალფა-გალთან, აი ამ ადიუვანტების, ბუნებრივი ადიუვანტები, მარტივად რო ვთქვათ, ანუ იმუნური სისტემის გამაძლიერებლები. უყალიბდება ადამიანს ანტისხეულები. იმიტომაც ხო ვექტორული და პირდაპირ გზით არ გადადის. რა თქმა უნდა, ანუ ხორცის ჭამით ის არ გვემართება, მაგრამ მერე უკვე დამნაშავე სულ ხორცი ხდება. ხო, ეს თავისებურება. და დაერქვა ხორცის ალერგია. და დაერქვა წითელი ხორცის ალერგია, იმიტომ რომ კლინიკური გამოვლინება ესეა. ჩვენთან ახლა ამ ეტაპზე ჩვენ ქვეყანას თუ შევხედავთ. ანუ შეხდები ამის მატარებელი. ხო, და მერე როცა ხორცს შეჭამ, მერე გივლინდება როგორც ანაფილაქსიური რეაქცია. შეიძლება გამოგება. აქ რამოდენიმე თავისებურება აქვს, ოღონდ ახლა ამ მიმდინარეობას. ერთი ვთქვათ, რომ საქართველოში 30-მდე ადამიანია უკვე ჩვენს ცენტრში, რომ შესაძლებლობა ამ დიაგნოსტიკური კვლევის ალფა-გალი იქნება ეს ხორის ხორცი თუ ძროხის ხორცი, რა თქმა უნდა იქ რაღაც სპეციფიური ტესტ სისტემაა, რომელსაც მსოფლიოში თერმოფიშერი ანუ იმუნოკაპის მანქანა ჰქვია, ეს არის ალერგიაზე მხოლოდ ალერგიაზე ორიენტირებული ტესტ სისტემა და აუტოიმუნურობაზე. და ეს ითვლება ორქრო სტანდარტად ალფა-გალის საწინააღმდეგო ანტისხეულების დადგენის და საბინეროდ ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრს აქვს ეს შესაძლებლობა უკვე. აქვე ვიტყვით, რომ მადლობა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრს, იმიტომ რომ ერთადერთი აქ არის მარტო შესაძლებელი ჩვენთან მაგ ანალიზის გაკეთება. ამის დიაგნოსტიკა ჩვენთან არის შესაძლებელი და იძლევა საშუალებას, რომ ასე ვთქვათ, ეს დავადგინოთ ზუსტად, ეხლა ყველა დაუდგენელი და უზუსტებელი ანაფილაქსიის დროს ეს შემადგენელი ვორკაპის, ანუ განხორციელებული დიაგნოსტიკური კვლევის ნაწილია. ეხლა თუ ადამიანი მე მეტყვის, რომ ფუტკარი დამაჯდა, ანკრაზანა და ბზიკი და ვერ გავარჩიე რომელი იყო, მაშინ ეხლა რა თქმა უნდა ალფა-გალს არ ვეძებ. იქ ამ სახეობებზე ჩაუტარებ ტესტს, ხო? მაგრამ როცა ადამიანი გეუბნება, რომ სისტემური ალერგიული რეაქცია იყო, მე დავიძინე და გამთენისას ამით გამომეღვიძა და გუშინ საავადმყოფოში გადამიყვანეს და მე შენთან მოვედი როგორც ექიმთან, მაშინ რა თქმა უნდა ყველაფერზე უკეთებთ, რაც კი ნაცნობი მოლეკულებია და რაც კი შეიძლება მოიაზრებოდეს ანაფილაქსია. აი გვარდება ეს, რა თქმა უნდა. ადამიანმა ეს რო გამოიცნოს, ეხლა რა არის აქ ორი მნიშვნელოვანი კლინიკური ასპექტში სირთულე. პირველი, ყველა ალერგენი, ხშირად აი ანამნეზს აგროვებენ ჩვენთან, ვაგროვებ ჩვენ როგორც ექიმები და ჩვენი კოლეგები, როცა პაციენტი გიყვება სისტემურ ალერგიას, ვეუბნებით ხოლმე, რომ აი შეეცადე, რომ ძირითადი ნაწილი საკვებს თუ ეხებით, აი 2 საათი შიგნით რა მიირთვი რეაქციის დაწყებამდე, აი თუ ღამის 12 საათზე დაიწყო რეაქცია, მოგეკავა, გაწითლდი და შეშუბდი, აი 10 საათის მერე რა მიირთვი, ძირითადად ეს მომიყევი. ძირითადად ესეა ხოლმე, იმიტომ რომ ალერგიული რეაქციათა კასკადი არ გადაცდება რამოდენიმე წუთიდან, საშუალოდ 30 წუთია, მაქსიმუმ 2 საათი. მაგრამ რაც უფრო ალფა-გალი გახდა, აქ სხვანაირად დაეწყო უკვე ყველაფერი, რეაქცია იწყება არაუადრეს 3 საათისა და არაუგვიანეს 6 საათი, ზოგჯერ 8 საათის შემდეგ. და ბუნებრივია ეს კითხვაც ჩდება, რომ რა განსაზღვრავს ალფა-გალის შემთხვევაში აი ამ გვიან დაწყებული რეაქციებს განსხვავებით სხვა ყველა კვებითი ალერგიისგან, ხო? არასოდეს სეზამი, კვერცხი და მიწის თხილი თუ ზღვის პროდუქტები, ახლა 5 საათის მერე ალერგია არ აქვს. მიირთვა თუ არ ადამიანმა ცუდად ხდებიან იმავე წამს. რეალურად ესეა. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება, რომ აი ეს რადგანაც არის ხორცთან ასოცირებული ალერგენი და ადამიანი მიირთმევს ხორცს, მისი ნებისმიერი დამუშავების შემთხვევაში, აქ კიდე რამოდენიმე ნიუანსია და ამასაც ვიტყვი. ხორცის მირთმევის დროს იქ რაღაცა ცხიმოვანი კომპონენტებიც მიყვება, ანუ ლიპიდები ამ ხორცის.
და ამიტომ ეს ალფა-გალის მოლეკულა აი რაღაცა კილომიკრონებში გაეხვევა მერე ჩვენს ნაწლავში და იმუნური სისტემის მგრძნობიარე უჯრედებთან, ანუ ლიმფოიდურ სისტემასთან. აი მიდის 3-5 საათის მერე. და შეწოვა სჭირდება ცოტა დრო. იმიტომ რომ ეს ამ ცილას ნახშირწყლოვანი არის ან გლიკოლიპიდებთან, ან გლიკოპროტეინებთან ასოცირებული, ანუ ნახშირწყალია, მაგრამ ან არის ლიპიდთან, ან არის პროტეინთან და აი ეს სწორედ ეს კუჭნაწლავი განაპირობებს გვიანი რეაქციის. ამიტომ ეს გამონაკლისი ხასიათი. ეხლა არის ერთი პრაქტიკული ასპექტი უნდა ვთქვა, რომ გასაგებია რომ არ შევჭამე მწვადი, ხორის თუ საქონლის და ნებისმიერი პროდუქტი და ამ შემდეგ. არის თუ არა პრობლემა რომ კიდე სხვაგანს დახვდეს ეს ადამიანს. ეხლა ჩვენი ყოველდღიური ჩვენთან ოთახში არავის ანაფილაქსი არ ემართება, ხო? როგორც ნევროლოგის ოთახში ხე ეპილეფსიური გულყრა ძალიან ცოტას ემართება. ჩვენ ვართ რეალურად მომავალი ანაფილაქსის ეპიზოდების შეფასებისა და ამისგან დაზღვევის ექიმები. ჩვენ არა ვართ ემერჯენსის და გადაუგდებელი ექიმები. ამიტომ მე ვალდებული ვარ რომ ადამიანს ყველა შესაძლო ინფორმაცია მივაწოდოს, რაც შეიძლება ალფა-გალის მოლეკულა დახვდეს. პირველი, ეს ხორცი და ცალსახაა. მეორე, ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული პროდუქტები. კუპატი, კუჭმაჭი, დასავლეთია თუ აღმოსავლეთი, დასავლეთში განსაკუთრებით. ზოგს გონია რომ ეს ხო ხორცი არ არის, მაგრამ რასაკვირველია ეს შიგნეულობა, სადაც ვეძახით, იგივე ანტიგენის მატარებელია, ამიტომ ამ ტიპის პროდუქტები ცუდად აკრძალულია. ასევე ძალიან იშვიათია, მაგრამ მაინც ვაფრთხილებთ, მაგრამ იშვიათად რო იყოს, აი შეიძლება რძის და ძროხისგან მიღებულ პროდუქტებზეც იყოს ალერგია, მაგრამ ძალიან იშვიათია და მაინც ვცდილობთ, რომ ეს ანალიზურად შევამოწყოთ კაზეინი და რძის მთავარი ცილა, შატის ცილა. და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, ძირითადი წამლები, რომლებიც კაფსულირებულია, ეს კაფსულა არის ჟელატინის შემცველი. და ჟელატინი სწორედ არის წითელი ხორცისგან და ძვლის ნახარშისგან მიღებული პროდუქტიდან მიიღება, როგორც ბავშვებისთვის საყვარელი ჟელიბონი. ამიტომ ჟელატინიზირებულ მედიკამენტებს ალფა-გალის სინდრომის მქონე ადამიანებს ვთხოვთ, რომ არ მიიღონ. ალტერნატივა იყო სიროფი, წვეთი ან ტაბლეტირებული. იმიტომ რომ იმ ჟელატინმა თუ ბევრჯერ მოუწია მრავლობითი კაფსულა, შეიძლება იგივე რეაქცია განმოიტანოს და ის ვერ მიხვდეს. მე ხორცი არ მიმირთვია და არ მქონია არავითარი გადაკვეთა. ამიტომ აი სწორედ ამაზე დაყრდნობით ინფორმაციის მიცემა, გვიანი რეაქციის მთავარი ნიუანსი რაც არის და რა თქმა უნდა ყველა პაციენტს მაინც ვცდილობთ, რომ ან რაც აგვაქვს ქვეყანაში ხელმისაწვდომი ადრენალინის ამპულები შესაბამისი დოზირებით, აი ხა დღესაც ყავდა ეს პაციენტი, რომლის ანალიზიც მე მოგიტანე და განახებულად როგორი ფორმა აქვს, აი რა თქმა უნდა. წელნახე თურმე როგორ გინდება. დედა ხო 21 წლის ბიჭია და 2 ეპიზოდი იყო. ხა პირველზე საერთოდ ეჭვი ვერ მიიტანეს, მოვიწამლე, ასეთი ფაქტორი იყო. მეორე ცოტა გაუჩნდათ ეჭვი, იმიტომ რომ ხინკლის ჭამის მერე დაემართა, მაგრამ დედა მეხვეწება რომ რაღაცა უნდა მითხრა ისეთ, იმიტომ რომ ჩვენ სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში. თან ცხოვრობენ ისეთ ადგილას რაიონული ცენტრიდან მოშორებულ სოფელში, რომელსაც 20 კილომეტრი აშორებს ძირითად საავადმყოფომდე. და როგორი შიშია, ეხლა თუმცა მოეფინა ყველაფერს ნათელი დიაგნოზი ვიცით, მაგრამ მაინც ეშინიათ რომ არ განმეორდეს. აქ ეგეც მუშაობს ხო, რომ აი დიდი ხნის მერე რომ იწვევს ამ რეაქციას, შეიძლება ეს კავშირის პოვნა, იგივე მშობელსაც თუ კარგად ინფორმირებული არ არის და ალფა-გალზე ძალიან ცოტა მიცის, ძალიან გაუჭირდეს რომ ეს იყო ალერგია. ყველა სხვა მიზეზს ეძებენ, გარდა ამ წითელი ხორცის ალერგიის. 6-7 საათის მერე ჭამის მერე რაღაცა რო გემართება. თუმცა ერთი ესე უნდა ვთქვათ, ესეთი ფაქტორი უნდა აღნიშნოთ და გარემოება, რომ აი თუ მაგალითად ალერგიის კლასიფიკაცია ნებისმიერის და მათ შორის ალფა-გალის და ხორცის არის 0 როცა არ მაქვს, მე არის 1, 2, 3, 4, 5 და 6 კლასი. ეს არის გრადაცია ალერგიულობის ხარისხის. თუ პირობითად მაქვს საწყისი აღმოჩენის დროს 4 კლასი, მინიმალური აზრი ანალიზის განმეორების არის მარტო მინიმუმ 1 წლის შემდეგ. ეხლა რა არის მთავარი ამბავი? თუ ადამიანი აი კარგად შეინახავს თავს, არც ხორცს არ მიეკარება, მაგრამ რაც მთავარია არც ტკიპა არ უკმენს, 3-5 წლის შემდეგ მონიტორინგის მერე შეიძლება ეს ანტისხეულები გაიცვითოს და 0 გახდეს. ანუ მე შევძლო, აი მე მყავს ახლა ერთი პაციენტი, რომელსაც 5 წელი ხდება და 6 კლასიდან ალფა-გალი ბოლო ანალიზში არის 1 კლასზე ჩამოსული. ხო, ეს 6 მაქსიმუმია. 6 მაქსიმუმია. და აი ამ ბიჭს ელოდება ის სულ მოუთქმელად, ტკიპამ არ უკბინა, იმიტომ ტკიპამ თუ უკბინა. აი ხინკალიც უნდა და წვადიც უნდა, ხო. და ხორცზე პრობლემა არ არის, ეს უნდა აღნიშნოთ. კათა მინდა 2 თევზი რამდენიც უნდა შეუძლია ამ პაციენტმა რომ მიიღოს. ეს წითელ ხორცში ცხოვრობს. ეს ხოლო წითელ ხორცში ცხოვრობს და მნიშვნელოვანია რომ აი მაგალითად თუ 4 კლასია და ჩამოვიდა კლასი, აი ხამ ჩემ პაციენტს რომლის მოლოდინი გვაქვს, თუ ტკიპამ უკბინა, ერთი კვირის მერე ისევ 6 კლასი ავა ეს. ხო, ამიტომ თუ ამით თავი შევინახეთ ჩვენ რომ გარემოს კონტროლი იქნება ისეთი რომ ხა გარემოს კონტროლი არის რომ სად არის წყარო უნდა იცოდეს. ეხლა მე მაგალითად ბავშვი მყავდა ამ ზაფხულს, რომელსაც ასეთი სისტემური რეაქციის დროს დედა მოიყვანა და აი მაგალითად ვიტყვი ეხლა ეს არაფერი არ არის, იმიტომ შეიძლება გაამახვილონ ყურადღება კიდეც და მნიშვნელოვანია რომ მანგლისის პარკშიო, როცა ვისვენებდიო
და ბავშვები ერთად თამაშობდნენ ცენტრში პარკიაო, მე არ ყოფილვარ მანგრეში და ამიტომ არ ვიცი რაღაც პარკია ცენტრშიო. საღამოს რო ბავშვს შემოვიყვანდი და ჰიგიენურად უნდა დამებანაო, ძალიან ბევრს 10-12 ტკიპას ვაცლიდი იქედან პარკიდან შემოსულსო. ხო, 10-12 გარეთ სასქესო ორგანოზე სხეულის აი ქვედა ნაწილზე, სადაც ეს ტკიპა მიწუდა ბავშვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მშობლებმაც ესე დაათვალიერონ და ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, იმიტომ რომ აი სწორედ ეს ტკიპები არის ამის გადამტანი, ყველას ბევრი სხვა ინფექციასთან ეხა ჩვენ ამ შემთხვევაში ალერგოლოგიურ ასპექტებს ვეხებით. კი ბატონო, ხო, ანუ ამ ვიდეოს აღწერას ნახავთ, სადაც შეგიძლიათ რომ აი ესეთი არჩევები როგორ ავირიდოთ თავიდან ეს ტკიპები და ასე შემდეგ, შეგიძლიათ რომ აი მე ეპიზოდში თქვენ მოусმინოთ. ამ ბიჭის ამბავი ეხა როგორ დამთავრდა, როცა დაადგინეთ ეხა. სავარაუდოდ ძალიან გაუხარდათ რომ ბიზნესმენი უხარდათ და რაღაცა ეხა რომ ფარდა აიხსნება ამას საიდუმლოს გარკვეულწილად რომ არაფერი არ მიჭამია, არაფერი მეძინა და გამეღვიძა, იმიტომ რომ ამას ძირითადად უცხოეთში ეძახიან ხოლმე რესტორნის ალერგიას. და საღამოს რესტორანში ადამიანი და მერე 6 საათის მერე დაიწყება რეაქცია. და აი თითქოს ახლო კავშირი არაფერთან არ არის და გეუბნება რომ არაფერი არ მიჭამია, მეძინა და ამის გამომეღვიძა. ხო, აი ეს ამერიკული შემთხვევა ძალიან საინტერესო იყო, რომ მას ჰქონდა ერთი ეპიზოდი, მაშინ ვერ მიიტანეს ეჭვი და აი მერე ნიუ-ჯერსში, სადაც შორს წავიდა ოჯახთან ერთად, ბურგერი მოამზადა, თვითონ შეწვა ეს ყველაფერი, თქვათ როგორც ხდება ხოლმე პოპულარული ეს ამერიკაში და აი ამის მირთმების მერე იქ როცა ასე ვთქვათ ეს პიკნიკი იყო თუ ასე ვთქვათ ეს ბარბეკიუს რაღაცებს ამზადებდნენ, ასე ვთქვათ, დაიწყო ესეთი მძიმე რეაქცია რამოდენიმე საათის მერე, რომ ვერ მოხერხდა და სხვადასხვა ძალიან საინტერესო არის მისი შემთხვევა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანაფილაქსიით ნამდვილად გარდაცვალების სასამართლო ექსპერტიზის დონის მარკერი სისხლში არის აი რეაქციიდან 30 წუთიდან არა უგვიანეს 3 საათის ან შემდგომ თუ გარდაცვალება ღმერთმა ყველა საშოროს უკვე ფემორალისიდან, ანუ ბარძაყის არტერიდან აღებულ სისხლში ისაზღვრება ესეთი ნივთიერება შრატის ტრიპტაზა, რომელიც ნორმალურ ჯამრთელ ადამიანს აქვს 8-ზე ნაკლები. და აი ამ ადამიანის შრატის ტრიპტაზა ამერიკელის გარდაცვლილის იყო 2000 აღებიდან, ასე ვთქვათ, იმ ფემორალისიდან, ანუ ბარძაყის არტერიდან აღებულ სისხლში. ანუ 100%-იანი დადასტურება მოხდა, რომ ეს იყო ანაფილაქსიით მისი გარდაცვალება და არა გულის შეტევით და არა სხვა მოვლენით, იმიტომ რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანი შეიძლება უეცარი სიკვდილითაც დაიღუპოს და ალფა-გალი არაფერში არ იყოს. აქ იყო ალფა-გალი და შრატის ტრიპტაზა, რომელიც მარტო ანაფილაქსიის დროს იმატებს, იყო 8-ზე ნაკლები რომ უნდა იყოს 2000 იმ კონკრეტულ ადამიანში. ხო, თან მანდ როგორც მახსოვს ბიძინა, ანუ ეს კაცი იყო საბაზანოში თუ სადღაც შესული და რაღაც პერიოდის მერე მეუღლე მიაკითხა და იმიტომ რომ არ გამოვარდნილი იყო და გათიშული იყო. ხო, და ნუ ამიტომაც ესე იმათებდა და მოდი რა კი ამ თემებზე ვისაუბრეთ. ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ადამიანებს, ეს ახლა თქვენ პაციენტებმა კი იციან, მაგრამ კიდევ ერთხელ რომ რა არის ესე დროს პირველად დახმარება რას ვაკეთებ. ეხა ნებისმიერი ხო ანაფილაქსიის დროს პირველადი დახმარება არის ადრენალინის გამოყენება. ამიტომ ჩვენ როცა დადგენილი გვაქვს უკვე დიაგნოზი ჩვენი პაციენტებისთვის, რა თქმა უნდა პირველი რასაც ვამეცადინებთ და ვატრენირებთ, ეს არის როგორ გამოიყენოს ან ამპულირებული ადრენალინი თვითონ თუ არა ოჯახის სხვა წევრმა და ვისაც აქვს შესაძლებლობა ამ ფორმასით მეზობელი ქვეყნიდან რაღაცა პერიოდის მერე ეპიპენის ჩამოტანა, ნუ ეს აუტოინექტორი ადრენალინის. მაგრამ აქ არის ძალიან მთავარი და მნიშვნელოვანი 4 პუნქტი, რაც უნდა გაითვალისწინოს. ადრენალინს იყენებს აუცილებლად სასწრაფოში რეკავს თვითონ ან ოჯახის სხვა წევრი, ან მეგობარი, ან მომვლელი. მესამე, ადრენალინის მეორე დოზა სანამ მოვა სასწრაფო თუ ცუდად არის და არ უმჯობესდება პირველ დოზაზე მდგომარეობა 5 წუთში უნდა გაიმეოროს. პაციენტი თუ რამე სუნთქვის სპეციფიური ავადმყოფობა არა აქვს, ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, თავი უნდა კონდეს ქვემოთ და ფეხები, კიდურები უნდა კონდეს 30 გრადუსით ზემოთ, სანამ სასწრაფო დახმარება მოვა. და აუცილებელი ეს ქართული სპეციფიკას ძალიან ერგება რეაქციის მერე სასწრაფო რო გადაიყვანს კლინიკაში, არ უნდა დატოვონ 12 საათი კლინიკა და არა კარგად ავარდა ხელს მოაწერდა 1 საათში გამიშვი, იმიტომ რომ არსებობს ორფაზიანობა ანაფილაქსიის და ალერგენის განმეორებითი მოხვედრის გარეშე იგივე სირთულის სიმპტომები 20% პაციენტ შეიძლება 6 საათის მერე კიდე დაეწყოს. ამიტომ თხოვნაა და ამას აუცილებლად ასე ვთქვათ თხოვთ ჩვენს პაციენტებს და ეხლა ზოგადად მთლიანად ვინც გვისმენს, რომ არ დატოვონ 12 საათი, ეს არის ემერჯენსის დაყოვნების დრო, არავინ არ გამოუშვებს, ხო? ეს გადაუდებელი დახმარება უსასყიდლოა და სოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ როცა შევლენ 12 საათის განმავლობაში შეეცადონ, რომ კლინიკიდან ფეხი არ მოიცვალო. ხო, და კიდე ერთი ხშირად დასმული კითხვაა ხოლმე, რომ შეიძლება თუ არა რომ ბევრი ადრენალინი მომივიდეს და რამდენჯერ და ასე შემდეგ. ნუ
ნუ აუტოინექტორი ამას გვაცილებს თავიდან, იმიტომ რომ ჩვენით ხო არა მაქვს ეს ეფექტი. ვამეცადინებთ ჩვენ პაციენტებს და ყველა ექიმი ესე უნდა შეეცადოს, ვინც ანაპენსან ჩვეულებრივ ადრენალინის გამოუწერსო, ეს არის კილოგრამ წონაზე მიმული, რომ 30 კილოზევით 0.3 უნდა გაკეთდეს, ქვევით 0.15 და ამის განმეორება 5 წუთში შეიძლება, მაგრამ მეტი არ უნდა გაკეთდეს, ყუნჩში უნდა გაკეთდეს ბარწაკის გარეთ ზედაპირზე და არა ვენაში და ამაში დრო არ უნდა დაიკარგოს. აი ეს ნიუანსები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეხლა დანარჩენი თუ ეს არ აუხსენი, მე პატარა ნაჭრის ბალიშიც კი მაქვს, აი როგორ უნდა გააკეთო ეს 2 გრამიანი ნემსი, როგორ ჩაარჭო, აღარ ვამბობ აუტოინექტორი რა ძალით უნდა დაარტყა, ცარიელი ფორმები გვაქვს, რომ იგრძნოს მან გაშლისთვის რა ძალაა საჭირო, ზოგს გადააწვდი და დედას განსაკუთრებით ხო, რომელიც არ არის ყველა ერთნაირად თქვა, ვერ აღიქვა. მოუყევი აუხსენი, მე რაღაცა დაიკრავს ფეხზე და არ იხსნება ეს ჩვენს თვალწინ. ცარიელი სამეცადინო სატრენაჟერო ფორმა. ხო, იმას კიდე მეტ დროს უთმობ, რომ აბა ძალა მოუმატე. ანუ თუ ამაზე ძალა და ენერგია და დრო არ დახარჯა ექიმა, სხვანაირად ადრენალინის გამოყენება ძალიან რთულია. ხა ადრენალინის ფორმები ევროპასა და ამერიკაში გამოჩნდა ნაზალური ფორმა, ნეფი, რომელიც ცოტა ამარტივებს ცხოვრებას. ანუ ადრენალინის გამოყენება შეიძლება ცხვირის სპრეის სახით. ხო, უბრალოდ ძვირადღირებულია, რეცეპტით გაიცემა, ჩვენს ქვეყანაში ეს ახლა არ არის არც ერთი ფორმით ხელმისაწვდომი და იმედია იქნება ესეც ოდესმე, როცა ადამიანი შეიძლება ერთი დოზა ადრენალინი ძალიან მithumetes ძალიან კომფორტული ამბავია. ძალიან კომფორტულია და საზოგადოებრივ როცა იქნებით ხოლმე თუ შეგეძლებათ იქიდან რეცეპტის აღება ექიმთან ვიზიტი. 2 წლის ასაკის ზემოთ გამოიყენება, აი პატარებში მაგი არ გამოიყენება. ამ შემთხვევაში მე დოზა არის მარტო 2 წლის და ზევით მორგებული, სხვადასხვა დოზები არსებობს. ნუ აი ეს მიდგომები არის ანაფილაქსიის მართვის და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ასე ვთქვათ, რომ საზოგადოება მიცოდეს. კი ბატონო, მადლობა და კიდე რამდენი დაახლოებით ამ ალფა-გალის სინდრომით რამდენი დიაგნოსტირებული პაციენტი ყავს? 30-მდე. 30-მდე? რაც ცოტა არ არის. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის ცოტა არ არის. ხო, ეხლა სამომავლოდ ალბათ რაღაცა რეგიონალური თავისებურება დიდად ვერ დავიჭირეთ სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ ერთს რასაც ხვდები, რომ აი ვისაც მეცხოველობასთან აქვს ახლო კავშირი, ვიც აი ტყესთან, აი ხარაგაული, ბორჯომხა მის ხარაგაულის ნაკრძალი, ვისაც უფრო აქვს აი ტყესთან და ცხოველებთან ახლო კავშირი, აი მოჯახებს და აი მათ შვილებს და ან თვითონ მოზრდილებს ემართება. ხო, რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ტკიპის ექსპოზიცია უნდა იყოს, რომ ეს ასე ვთქვათ, უფრო გამოვლინდეს, ამიტომ რასაც უყურებთ არის შიდა ქართშიც, აი ამ ხარაგაულშიც რაც თქვით, რამოდენიმე ორი შემთხვევა, აჭარაშიც არის მაღალმთიან აჭარაშიც და აი მე მქონდა შემთხვევა რაღაც ერთ-ერთ იმაში ლექციით ვიყავი და საზოგადოებას რაღაც ინფორმირებას ვახდენდით და რაღაც ქალბატონი ადგა და თქვა, რომ მე 30 წელია წითელხოლძეა. ანუ ზოგს აქვს ეს და უკვე გაცნობიერებული აქვს, მაგრამ ექიმთან არ მისულა და არის ის, რომ ალფა-გალის სინდრომი ჭირს. ხო, თავიდანაც შენ რა თქვი, რომ ამდენი იყო, ამდენი წლის წინ და ეხლა უკვე 9 მილიონია, ეგეც ახლა იმიტომ დიაგნოსტირება ნელ-ნელა შემოდის, მოცნობიერება იმატებს და დავინახეთ ეს დაავადებას, ხო? მანამდე შეიძლება იყოს შემთხვევები და ხდებოდით, რომ ეგ იყო. კი, უდაოდ ესეა. ხო, ისა ბიზნესა ჩვენ ახლა რამდენჯერმე ვახსენეთ აი ამ ლაპარაკის დროს ეს ბიოლოგიური თერაპია და აი მოდი მოკლედ ახლა ეგ საკითხებიც გავიაროთ, რომ ეს რას ნიშნავს ეს ბიოლოგიური თერაპია და აი წეგან შენ მონოკლონური ახსენე სიტყვა, ეს მონოკლონური რას ნიშნავს და აი ეს ყველაფერი ჯერ შესავალი გავაკეთოთ და მანდ რა სიახლეები გვაქვს მაგაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ. ზოგადად მედიცინაში ძალიან აქტუალური გახდა ბოლო რამოდენიმე ასე ვთქვათ დეკადაა ესეც 10-ეული წლებია, ანუ 20 წელი და ცოტა მეტი. აი რაღაცა ტარგეტული, ანუ მიზნობრივი თერაპია და მიზნობრივი თერაპიის ძირითადი საკვანძო საკითხი ამ ბიოლოგიურ მედიკამენტებზე მოდის. ბიოლოგიური თერაპიები გაჩნდა, ვთქვათ, ძალიან აქტუალურად დერმატოლოგიაში და ფსორიასთან და ასე შემდგომ, ნუ ონკოლოგიაში, ზოგადად ონკოლოგიაში, ასე ვთქვათ, ბუმია ამ ტიპის მკურნალობების და ასევე პერსპექტივებს გვიჩვენებს ონკოლოგიაში. რა თქმა უნდა. აი ესე ძალიან საინტერესო ასპექტია, სულ ამას ვთვლობ, რომ ფართო მოსახლეობასაც უთხრა, რომ დაახლოებით 3 წლის წინ გაცემული ნობელის პრემია აი რას ემსახურებოდა და როგორ რაში გაიცა ეს ნობელის პრემია, რასაც ეფუძნება დღეს თანამედროვე იმუნოთერაპია და ონკოლოგია. რომ აი წეღა რომ ვახსენო, რომ ჩვენი იმუნური სისტემა არა მარტო თავდაცვის სამინისტროა თქო, შინაგან საქმეთა სამინისტროა თქო. აი მაგალითად, სიმსივნურ უჯრედებს ბუნებრივად ავთვისებიან სიმსივნეს, აქვს ისეთი შესაძლებლობა, რომ მის ზედაპირზე წარმოქმნის რაღაც აი PDL ერთ მოლეკულას მაგალითად, რომლითაც აი ჩვენ ახლა ზემოდან რო კარგი განათება გვაქვს, რომ დაგვინახონ და ეკრანზე კარგად ვჩანდეთ. აი თუ ეს PDL-ი შეუძლია რომ წარმოქმნას და წარმოქმნის ავთვისებიანი სიმსივნე, აი ეს განათებას აქრობს ის. და იმუნური სისტემისთვის ისეთი შეუმჩნეველი ხდება, რომ იზრდება და იზრდება. ანუ შენი ორგანიზმი ვერ ახდენს მის გამოძევებას, ანუ განადგურებას, სადაც ჯანმრთელი ადამიანი უნდა ახდენდეს.
აი ამ ნობელის პრემიის აღმომჩენებმა ელისონმა და იაპონელმა მეცნიერმა და ერთმა ამერიკელმა, სულ სამს მისცეს, რა აღმოაჩინეს? შეიძლება დაბლოკო ეს კიბოს PDL1 უჯრედი და ლიგანდი წამლით, ანუ მონოკლონური ბიოლოგიური თერაპიით. ოღონდ ეს წამალი კი არ მოკლავს, რაც შენ გარედან გაუკეთე შენს კიბოს უჯრედს. აი ამ შუქის ჩაქრობას ვერ მოახერხებს კიბოს უჯრედი და ჩვენ იმუნური სისტემა მოვა ლიმფოციტები, ციტოტოქსიური ნატურალური კილერები და განათებულ კიბოს დაინახავენ და მოკლავენ. აი ეს იმდენად მნიშვნელოვანი გარღვევაა, როგორც აი პენიცილინის აღმოჩენა და ანტიბიოტიკების ერა. თუმცა ბევრი თავისებურება. ეხლა აქედან მოკეთ ბიოლოგიური თერაპიაზე რო ვთქვა ჩემს დარგთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ეს ტარგეტული თერაპიები, რაც უფრო მეტი გარკვევა მოხდა ალერგიულ დაავადებათა შინაარსში, მეტი შესაძლებლობა გახდა აი ამ სამიზნეების გამოვლენის. ეხლა რა არის აქ მთავარი ამბავი? ჩვენ მე უკვე ვახსენე და შესავალი გარკვეულწილად ამაში დამეხმარება, რომ აი ეს ეპითელური ბარიერები, რითაც ჩვენ დაფარული ვართ, ამ შემთხვევაში ეხლა ჩვენი ეპითელური ბარიერი, სადაც ალერგიული პროცესი მიმდინარეობს და მძვინვარებს, არის ცხვირის ლორწოვანი, იგივე ლორწოვანი არის ჩვენს დანამატ წიაღებში, ანუ პარანაზალურ წიაღებში, ჰაიმორი იქნება, ფრონტალური იქნება, ეთმოიდალური თუ სფენოიდალური 4 წყვილი გვაქვს. ამ ტიპის ეპითელური ბარიერი და ქსოვილია ჩვენს საყლაპავში, ანუ ეზოფაგუსში და ამ ტიპის ეპითელური ქსოვილია რასაკვირველია ბრონქიალურ ხეში. ანუ ხშირად ამ როცა ტეორი მაღალი ალერგიული ანთებით მიმდინარე დაავადებებს ვეძახით, ერთი კასკადია ასთმა, ეოზინოფილური ეზოფაგიტი და ქრონიკული რინოსინუსიტი, რომელსაც თან პოლიპები ახლავს. აი ასეთი პარადოქსია. ამიტომ როცა დაიწყეს იმუნოლოგიური წიაღშლები, რომ რა არის აქ წამყვანი მოლეკულები, ადამიანების რაღაც ნაწილს სინჯებს უკეთებდნენ და ეს დაავადება ასთმა მაგალითად ან რინოსინუსიტი გაქვთ და ვერ პოულობდნენ, რომ მათ მტვერზე აქვთ ალერგია ან ძაღლზე, კატაზე და რაღაცა მოყვავილე მცენარეებზე. მაშინ სად არის ეს? რა არის ეს მთავარი, ასე ვთქვათ, გამშვები მექანიზმები და იმის ქვემოთ მე რა ხდება უჯრედის ქვემოთ, რომ ჩვენ აი ასეთ მძიმე დაზიანებამდე მივდივართ, ადამიანს მძიმე ასთმა უყალიბდება, მორეციდივე პოლიპოზი და ზოგს 10 ოპერაცია აქვს ჩატარებული სინუსებიდან პოლიპების ამოღების და მაინც 1 წელი გავა და ისევ გაზრდილია. ან ზოგს დაუძლეველი ალერგიული ეოზინოფილური ეზოფაგიტი აქვს და მუდმივი ყლაპის გაძნელება, საკვების გაჭედვა მარტივად რო ვთქვათ და მუდმივი გულძმარვები აქვს და ამ დროს ექიმი ეძებს გასტროენტეროლოგი და არ არის არც ჰელიკობაქტერი და სხვა მიზეზები. მოგეთ აქ არის მთავარი ამბავი, რო ვთქვათ, ეხლა ცოტა სიღრმეში წავიდეთ, რომ ჩვენ ამ ეპითელურ ქსოვილზე მოქმედებს რა? ბევრი ფაქტორი, ალერგენები, ეს არავის არ უარყვია, დიდი ნაწილი უფრო უჭირავს გარემო დამაბინძურებლებს და პოლუტანტებს, შემდგომ მოდის ბაქტერიები, პარაზიტები და ვირუსები. აი ამ ალერგიული პოტენციისა და მიდრეკილების მქონე ადამიანებში, აი ამ ფაქტორების ზემოქმედებით, ამის ზემოქმედებით, ჩვენ სასუნთქზებში და ეპითელურ ქსოვილში და ამ საყლაპავიც რო ვახსენე, წარმოიქმნება ჩვენი ქსოვილები წარმოქმნიან ეგრეთ წოდებული, ესე ქვია, მათ ალარმინგებს ვეძახით, ანუ სასიგნალო მოლეკულები, ანუ ინტერლეიკინები. სამი არის ძირითადი, რაც ახლა არის წამყვანი და მედიცინისთვის მთავარი, ასე ვთქვათ, ძირითადი სამიზნე. ეს არის პირველი. თიმუსის სტრომალური ლიმფოპოეტინი, TSLP ესე ვამბობთ, ინტერლეიკინი 25 და ინტერლეიკინი 33. აი ეს ალერგენები, პოლუტანტები თუ ბაქტერიები თუ ვირუსები რო იმოქმედებენ, იწყება ძალიან ძლიერი ექსპრესია აი ამ სამი ალარმინგის, ანუ მოლეკულის, რომელსაც აქვს უნარი, აი განსაკუთრებით ამ თიმუსის სტრომალურ ლიმფოპოეტინს. ქვედა ნაწილში უკვე უჯრედებში ეპითელური ქსოვილის ქვემოთ დაიწყოს უზარმაზარი სიძლიერის და ძალიან ისეთი აქტიური იმუნური პასუხი ჩართოს, ალერგიული რასაკვირველია. რასაკეთებენ ახლა მათი ზემოქმედებით რა ხდება? იწყება ძირითადად, ჩვენ გვაქვს ესეთი უჯრედები უკვე ეპითელურ ქსოვილს გავცდით. გვაქვს T ლიმფოციტები, ძირითადად ჰელპერული რგოლი, მეორე ტიპის და ჩვენ გვაქვს ILC2 უჯრედები, ესე ითარგმნება ქართულად, თანდაყოლილი ლიმფოიდური უჯრედები. აი ეს სასიგნალო მოლეკულები მართან შიკრიკებებით რომ მივლენ, ესენი უკვე იწყებენ ალერგიული ნივთიერებების და ინტერლეიკინების მკვეთრ გამოტყორცნას.
რას გამოიტყორცნიან ეს ელპერები და ILC2 უჯრედები, ანუ თანდაყოლილი ლიმფოიდური ქსოვილის უჯრედები, რომელსაც პირდაპირ საწყისი თავიდანვე სენსიბილიზაცია არ ჭირდებათ. ისინი ანტიგენ დამოუკიდებელ პასუხს ავითარებენ. სულ არ არის ალერგენი საჭირი. აგერ აი ინტერლეიკინი დაინახა, რომელიც პოლუტანტმა წარმოქმნა, რომელიც ვირუსმა წარმოქმნა და ბაქტერიამ. ისინი იწყებენ უკვე ძირითადად არის 3 ინტერლეიკინი წამყვანი ქვედა ნაწილში. 5, 4 და 13. რას აკეთებენ ეს 4, 5 და 13? იქ სადაც ისინი წარმოიქმნებიან, პირდაპირ იძახებენ, რომ იტყვიან, როგორც ჩიკრიკები, ძვლის ტენიდან ეოზინოფილებს, ანუ ალერგიულ მთავარ ნივთიერებებს, მთავარ უჯრედებს. და მოყავთ ისინი იქ, სადაც ალერგიული პროცესია. ეხლა ბევრი რო არ გავაღრმავ ამ ნაწილში, აი ამ ინტერლეიკინების მოქმედებით ასევე ხდება იმუნოგლობულინი S, ეს არის ჩვენ ესე ვეძახით ალერგიის მთავარი ანტისხეულები. მათი ჭარბი წარმოქმნა ხდება, იმიტომ რომ ისინია გამშვები მექანიზმია ანაფილაქსიის გამოწვევის დროს. ეოზინოფილებია მთავარი ამ პოლიპების გაზდაში, ძიმი ასმის ჩამოყალიბებაში და საყლაპავის დაზიანებაში. აი სწორედ ეს 4-ზე, 5-ზე, 13-ზე და TSLP რო ვახსენეთ, თიმუსის სტრომალური ლიმფოპოეტინი, იმუნოლოგიამ აღმოაჩინა რა ეს მეცნიერებამ, ფარმაკოლოგიამ ყველა ამ ინტერლეიკინის მიმართ წამალი შექმნა. წამალი შექმნა, აქ ჩვენ საერთოდაც რო ახსენე, ხო? ბევრი გვაქვს ძალიან ეს წამლები. ჩვენ გვაქვს ეხლა ამ ეტაპისთვის რო ვთქვათ და ძალიან არ გადავზობოთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი, იმუნოგლობულინი ეს საწინააღმდეგო მონოკლონი. 23 წლის ისტორიით ომალიზუმაბი ჰქვია. ხო, მაგას ვიხსენებ. ჩემი საკვალიფიკაციო დისერტაცია ამაზე იყო მიძღვნილი. ასევე გვაქვს ინტერლეიკინი 5 საწინააღმდეგო მონოკლონი 3-თან. მეპოლიზუმაბი, პერალიზუმაბი და რესლიზუმაბი. გვაქვს 4 და 13 საწინააღმდეგო დუპილუმაბი, ანუ დუპიქსენტის სახელით. და გვაქვს თიმუსის სტრომალური ლიმფოპოეტინი საწინააღმდეგო მონოკლონი, აი ალარმინგი, თავიდან რო წარმოიქმნება, რომელსაც ტეზეპელუმაბი ქვია. რა არის ახლა ამათი ფუნქციური მნიშვნელობა? ყველა მძიმე და უპერსპექტივო პაციენტს. უპერსპექტივო ღმერთმა დაიფაროს, უბრალოდ კონტექსტში ვამბობ, როცა არ შველი სტანდარტული მკურნალობა, ანტიჰისტამინი, არ შველი საინჰალაციო კორტიკოსტეროიდი, ანუ სასუნთქი ასთმის წამლები, მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ. აი ამ პაციენტებისთვის დღეს გამოსავალი არის მარტო აი ამ ბიოლოგიური ხო, ანუ ისინი ბოჭავენ იმ უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ მე ალერგია ვითარდება. რა საკვირველია? და მძიმდება პაციენტი წლიდან წლამდე. ანუ აი მაგალითად ინტერლეიკინ 4 და 13 რას აკეთებს? რაც უფრო ბევრი წარმოიქმნება, მე ესე ვეუბნები ხოლმე, რომ ესე იგი რემოდელირებას გააკეთებს ბრონქიალური ხის. ანუ აი ამ პიჯაკის ნაჭერზე ხა მე რომ ცხელი უთო დავადო და სასეირნო წავიდე და რომ დააბრუნდები 2 საათის მერე ეს დამწვარი და დაკუჭული და დაჭმუჭული დამხვდება. აი სამწუხაროდ არასწორად, არადროულად და არასათანადოდ მართული ბრონქული ასმის მქონე პაციენტს წლების მერე ემართება აი ეს დამწვრობა, რასაც ქვია რემოდელირება, ანუ ბრონქიალური ხის გადაგვარება. აი რემოდელირების მთავარი აქტორი არის ინტერლეიკინ 13. და შენ თუ ამას თავის დროზე დაბლოკავ და ამას ვერ ბლოკავ სხვა ვერც ერთი წამალი. მაშინ ადამიანს არ ეძლევა საშუალება ორგანიზმს, რომ სასუნთქი სისტემი ძალიან მძიმე დაზიანება. ეხლა თავარი უნდა ვთქვათ, ეხლა ჩვენ ცენტრში გვაქვს შესაძლებლობა გამოვიყენოთ დუპილუმაბიც, ინტერლეიკინ 4 და 13-ზე, გამოვიყენოთ ომალიზუმაბიც ასეულობით ადამიანში, გამოვიყენოთ მეპოლიზუმაბიც, თუმცა სამწუხაროდ ამ ბოლო 2 წამლის გამოყენება მისი ძალიან მაღალი ფასის გამო. აი მარტივად ვთქვათ, იმიტომ ყველას დაინტერესებს, ეხლა თუ მაგარი წამლებია, რატო არ არის ეს? ყველას რატო არ უკეთებთ? ბატონო ბიძინა, ხო იტყვიან. აი მაგალითად ერთი ამბოლა დუპილუმაბის 4-ზე და 13-ზე მოქმედი წამლის გამოყენება ერთი ამბოლა ამ ეტაპისთვის. ჩვენი ფორმა ასით რომ ჩამოგვიტანონ ქსელებმა უცხოეთიდან ღირს 3900 ლარი. რომელსაც არაფინანსებს არავინ. მარტო უნდა გადაიხადოს ადამიანმა მისი ჯიბიდან. ეს ხო ძალიან რეალურად ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია. ხო? მაგრამ თავარი რა არის, რომ ჩვენ ვცდილობთ და იმედია იქნება შესაძლებლობა, რომ ამ ტიპის წამლები იმიტომ რომ ხანდახან არის ანუ მაინც თანხმობენ ახალია და ძალიან ახალიც არაა სხვათა შორის. აი ხა მაგალითად დუპილუმაბი, რომელსაც უკვე ჩვენ 15 თუ 16 პაციენტს უკეთებ ჩვენს კლინიკაში, უნიკალური მოდების ჩვენება აქვს. მაგალითად 4 და 13 რაზე მოქმედებს? მძიმე ატოპიური დერმატიტი 6 თვის ასაკიდან. ასთმა, რომელიც არ ემორჩილება მარტო საინჰალაციო წამალს. ეოზინოფილური ეზოფაგიტი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ყვანძოვანი პრურიგო და ქრონიკული ჭინჭრისცეება, რომელიც ანტიჰისტამინობით ვერ იმკურნება. ერთ წამალში დევს 5 და მეტი დაავადების მკურნალობა. ამიტომ რასაკვირველია ეს წამლები, მაგალითად 2017 წლიდან არსებობს დუპილუმაბი.
ომალიზუმაბი 2003 წლიდან. მეპოლიზუმაბი 2015 წლიდან. ესენი 10 წლოვანი ხანდაზმულობის წამლებია. რა სამწუხაროდ ისეა მსოფლიო ფარმაკოლოგია მოწყობილი, რომ რაც უფრო მაგარ წამალს ქმნის კომპანია, სანამ არ გავა პატენტის დაცვის უფლება. სანამ ხო და მანამდე 15-20 წელია წამალი არ იაფდება. და მან ამის შექმნაში, ამ მოლეკულის მოფიქრებაში და მერე მის გამოკვლევაში და აფთიაქის თარომდე მიტანაში მინიმუმ იხარჯება მილიარდიდან მილიარდ 500 მილიონი დოლარი. ამიტომ ის ცდილობს, რომ დიდარი ქვეყნებში და დიდარი მოსახლეობაში, თუმცა ისეც არ ვიფიქროთ ჩვენ, რომ აი მაგალითად მე მის მაგალითიც მაქვს და ჩემს კოლეგებსაც ვეუბნები, რომ მაგალითად დუპილუმაბის დასაბუთებას თუ ბელგიელი ექიმი, ალერგოლოგი თუ დერმატოლოგი თუ ყელყურცხვირი გააკეთებს პაციენტისთვის, ეს უნდა იყოს დასაბუთებული, ეს უნდა იყოს შეთანხმებული სახელმწიფო სპეციალურ პორტალზე და ამას ყველას უფლება არ აქვს, რომ სულ პაციენტს გამოუწეროს და თუ ეს დასაბუთება ადამიანი მიდის სახელმწიფო, ადამიანი მარტო გადაიხდის ბელგიელი მოქალაქე 2 ევრო და 50 ცენტს წამალში, რომელიც 1500 ევრო ღირს. დანარჩენ სახელმწიფო დააფინანსებს. ამიტომ ყველა მდიდარ ქვეყანაში ამას სახელმწიფო აფინანსებს და არ იხდის არც ერთი ადამიანი, ან იხდის სიმბოლურ თანხას. ამიტომ ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ ეს ადვოკატირება თუ არ მივიტანეთ ასეთი პაციენტების, მათი რეგისტრი არ გავაკეთეთ, თუ არ ავხწერეთ. ხანდახან არის ხოლმე იგივე მაგალითად ჩინეთში მომიწია ყოფნა და იქ ახლა მეტნაკლებად მდიდარი გახდა უკვე ჩინეთი, ხო, მაგრამ ძალიან დიდია მოსახლეობის რაოდენობა. 1.3 მილიონი კაცი ცხოვრობს და მითხესო ბიოლოგიური პრეპარატები ჩვენ გვაქვს, მაგრამ აქ არის 50-50%-ზე მხოლოდ თანადაფინანსება. ღირს $1000, 500 უნდა გადაიხადოს ჩინეთის თვითონ საკუთარი ჯიბიდან მოქალაქემ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ჩვენს მივისწრაფვით აქეთკე, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი და დაუსაბუთოთ სახელმწიფოს, რომ მათი მოვლა, მათი ინვალიდიზაცია, მათი ხშირი სტაციონირება. ეხლა მძიმე ასმის მქონე პაციენტი შეიძლება წელიწადში 4-ჯერ და 5-ჯერ საავადმყოფოში მოხვდეს. იქედან მათი გამოწერას ხანდახან 10 და 14 დღე ჭირდება. უმძიმესი წამლები, უმძიმესი ანტიბიოტიკები, უმძიმესი დანახარჯები თავისი ვიზუალიზაციის კვლევებიდან დაწყებული. ამიტომ მარტივადაც რო შეხედო, აი დაზღვევის გადასახედიდანაც კი აი თუ პაციენტი მოვლილი იქნება. უფრო ხარჯებექტური გამოვა. თქმა უნდა 2 აზრი არ არის. 2 აზრი არ არის. აი ეს არის ამ ბიოლოგიური პრეპარატების ძირითადი დამიზნება ჩემს დარგში მოკიდე. ის აი ამათი მოქმედების ეფექტი ანუ როგორია? ეს კურსი ინიშნება, ქრონიკულად უნდა მიიღონ, თუ აი განსხვავდება ეს მედიკამენტების და ამ იმუნოგლობულინების მიხედვით? აი მე გეტყვი, გააჩნია რანოზოლოგიის დროს აირჩიო. ეხლა მაგალითისთვის თუ ჩვენ ქრონიკული ურტიკარიის დროს ვიყენებთ ამ მონოკლონს იმუნოგლობულინი ესაწინამდეგო, რომელსაც ომალიზუმაბი ეწოდება, შესაძლებელია მე ეს გაიდლაინის მიხედვით 6 თვე გავუკეთო ადამიანს და მე ძალიან მაღალი სტაბილურობის კოეფიციენტი მივიღო, ანუ რემისია მოხდეს, დაავადება დასტაბილურდეს და ძალიან გავაიშვიათო ან შევწყვიტო. თავისი კრიტერიუმები აქვს. აი ხა მაგალითად თუ ეს კეთდება ეს კონკრეტული წამალი 4 კვირაში ერთხელ და მე შევხედე რომ 6 თვიანი გამოყენების მერე ადამიანს სრული რემისია აქვს. მე-7-ს გავაკეთებ 5 კვირაში, მერვეს გავაკეთებ 6 კვირაში, მე-9-ს გავაკეთებ 7 კვირაში და თუ გავა 8 კვირა ბოლო ინექციიდან და გამონაყარი არ იქნება, აქ უკვე რემისია და საერთოდ შეწყდება წამლის გამოყენება. ამიტომ ეს ძალიან ინდივიდუალურია, ჩვენ ესე ვამბობთ, ესე ტერმინია patient centered. პაციენტი დგას ცენტრში და ჩვენ ვერ გებით მის ინდივიდუალურს. ეს არ არის ყოველთვის ანოტაციაზე მიბჯენილი რეჟიმები. ანუ ინდივიდუალურად პასუხობენ პაციენტები ამას და ამ ინტერვალების დარეგულირება თავისი სიძვირიდან გამომდინარე, თავისი ასეთი მაღალი ფარმაკოლოგიური ხარჯიდან გამომდინარე, ხშირად ძალიან ინდივიდუალურია. ამიტომ ზოგჯერ ისე სწრაფად დგება რემისია, ზოგჯერ მაგალითად პაციენტ შეიძლება ზაფხულის პერიოდში დავასვენო იგივე თუ კანის და დერმატიტის გამო დუპილუმაბს ვიყენებ, რომელიც ასეთი ძვირია მე ვთქვი. ამიტომ ეს ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა აი პირობითად რომ ვთქვათ, აი როგორც ახლა GLP-1-ის ინჰიბიტორებია ხო, ინსულინორეზისტენტობის დიაბეტის და მის ჭარბწონიანობის დროს, ახლა იქაც არ არის არავითარი ზღვარი, მე თუ მაქვს დიაბეტი და ჭარბიწონა და მე ძალიან მომიხდება ვთქვათ სემაგლუტიდის ინექციები, არავინ არ მეუნება ეს უნდა შეწყვიტო. ეს თელი ცხოვრება შემიძლია გავიკეთო, იმიტომ რომ ის დაავადების ჩვენება აქვს და მე მორჩენით ვერ მორჩები ამ დაავადებისგან. მაგრამ შეიძლება ინტერვალები გაზარდოს ექიმმა, შეიძლება დოზა და არეგულიროს ხო? ცხოვრების ეს თხელი შეუწყო და ესაც ხელი. აი ასეთი რეჟიმით ვიყენებ ძირითადად ჩვენ როცა ვიყენებთ ამ ბიოლოგიურ პრეპარატებს. კი ბატონო. ის ეხლა რა კი აი ამ საკითხებზე ვსაუბრობთ და ნუ კვებით ალერგიაზეც ვისაუბრეთ და მინდა რომ ვთქვა რომ ეხლა ეს ტრადიციული ამას რო ჭირდება რა, ხო, აი ამ თერაპიებს ჭირდება დრო. მაგრამ თითქოს ესე პერსპექტივაში ასევე მოჩანს და მე მახსოვს ჯერ კიდევ 2 წლის წინ შენ ესეთ კონფერენციაზე ამაზე საუბრობდი. ესენი არის ეს ქვია RNA ვაქცინები, რომლებიც ამ მიმართულებით იქმნება და
აი ამაში რა პერსპექტივა დევს, რა ტიპის ვაქცინებზე ვლაპარაკობთ ახლა და რა ეტაპზე არის ეგ ყველაფერი? ეხლა ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი რაც უნდა ვთქვათ აქ და გარკვეულწილად ეს ვახსენეთ, რომ ალერგოლოგიას ის 115 წლის ისტორია რო აქვს, ეს არის ეგრეთ წოდებული აცრა ალერგიის მიმართ, რომელიც ამ ნუნმა რო დაიწყო. პასტერის მოწაფე იყო და პასტერმა თქვა რომ მე ბაქტერიული ინფექციათან დაცვას ვიკვლევ, ამაზე ვმუშაობთ და კოლერა და ყველაფერი ეს გავაკეთე და ცოფის ვაქცინა და მოდი ნუნს თხოვა ახალგაზრდა მეცნიერს ბრიტანეთიდან ჩასულს მის ლაბორატორიაში რომ მოდი აბა შენ დაიწყე ფიქრი ალერგენებთან დამეგობრება ხوار შეიძლება გამოვიდეს რომ ტოლერანტულობა ვაქცინის პრინციპით გამომიმუშაო და ნამდვილად ნუნმა აჩვენა მე გარდაიცვალა ახალგაზრდა მაგრამ გააგზელას ფრიმენმა და სხვებმა მისმა ასე ვთქვათ მიმდევრებმა რომ თუ ჩვენ ალერგენებს შევიყვანთ გარკვეული დოზით, გარკვეული განმეორებადობით მინიმუმ 3 წლის განმავლობაში ადამიანების ძალიან დიდ პროცენტს ტვერის, ნესტის, თუ მცენარის, თუ ძაღლის, თუ კატის მიმართ ტოლერანტულობა უყალიბდება. ხო. და ადამიანის კლინიკური სიმპტომები ძალიან მკვეთრად უმცირდება. თუმცა ამ მეთოდმა 1911 წლიდან დაწყებული რაღაც ეტაპამდე იარსება და პრობლემა შეიქმნა ის, რომ იმდენად დახვეწილი არ იყო ეს ალერგენები, ადამიანს რო გაუკეთებდნენ ამ ალერგენს და კანს ქვეშ შეუყვანდნენ, ძალიან ბევრი იყო, ძალიან დიდი რაოდენობით სიხშირე ანაფილაქსიური შოკის განვითარების. ამიტომ ბრიტანეთი და წამყვანი ბევრი ქვეყანა 30-40-50-იანი წლებში შეშინდნენ და იმუნოთერაპიების რაოდენობა პრაქტიკულად მინიმუმამდე ჩამოვიდა, იმიტომ რომ ფარხმარი თითქოს დაყარეს და იფიქრეს, რომ აქ გასაგებია რომ სარგებელიც არის, მაგრამ ანაფილაქსიაა ბევრი და ადამიანი რომ ამის რისკის ქვეშ დავაყენოთ არ ღირს. 80-იანი წლებიდან მოკეთ ამან თავიდან გაიღვიძა, იმიტომ იმუნოგენობა შეამცირეს და ალერგენობა შეამცირეს და იმუნოგენობა დაუტოვეს. ანუ მოხდა ეგრეთ წოდებული დახვეწილი იმუნოლოგიური ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპიული ექსტრაქტების დამზადება. და ამან მოახდინა გარღვევა. არის ალერგოიდები, რომლებიც მიმსგავსებული ალერგენებია, არის რეკომბინატორი ფორმები, არის რაღაც მანანთან ასოცირებული. ანუ გამაძლიერებელი ძირითადად ადიუვანტები ჭირდება, ალუმინის ჰიდროქსიდია ძირითადად და სხვა ადიუვანტია, აი მანანიც რო ვახსენე ადიუვანტია. ამაზე ზის ეს ალერგენი და შედის რა ადამიანის ორგანიზმში, პირველი კვირიდან უკვე ცვლილებები იწყება. წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული მე თუ მაქვს ალერგიის მიმართ ანტისხეულები, აი ეს განმეორებითი შეყვანა წარმოქმნის T რეგულატორებისა და მაბლოკირებელი იმუნოგლობულინი G4 კლასის ანტისხეულებს. ანუ რაღაც ეტაპის მერე წონასწორობა კი არ გიქრება შენ ალერგია. საპირწონედ გიჩნდება მათი მაწონასწორებელი. მაგრამ თავარი ის არის რომ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დილემა. უმრავლესობა ცივილური ქვეყანა მას იყენებს თელს პლანეტაზე და თელს მსოფლიოში, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანია რომ როც კეთდება ორმაგი ბრმა რანდომიზირებული კვლევები, აი პლაცებოსაც ძალიან მაღალი პროცენტი განკურნების. ანუ პლაცებოს ეფექტი არის იმუნოთერაპიის დროს დიდი. ამიტომ ჩვენ კი ვხედავთ ამის კლინიკურ ეფექტურობას ყოველდღიურად, ან პერორალური ფორმა გვაქვს ახლა ძირითადად, ან კანქვეშა ფორმები. და ამას ვირჩევთ იმის მიხედვით, ახლა თუ ვიღაცას ნემსის ფობია აქვს, იმას წვეთს ვთავაზობთ, ან შორს თუ ცხოვრობს ჩვენი კლინიკიდან, იმიტომ ნემს უნდა კლინიკაში მოსვლა თვეში ერთხელ. წვეთი სახში შეგიძლია ჩაიწვეთო და ექიმთან მიხვიდე 6 თვიდან 1 წელიწადში ერთხელ. ოღონ 2-3 წელია. ოღონ წვეთი ყოველდღიურად. ინექცია 30 დღეში ერთი ინტერვალით არის. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ აი მისი ეფექტურობა მაღალია, სადღაც კვლევები 30%-ს აჩვენებს, სადღაც 50, სადღაც 80, ეს დამოკიდებულია რომელი ალერგენია და ცხოვრების რა ეტაპზე იწყებს გამოყენებას, ისე 6 წლის ასაკიდან იწყება, 5 და ზემოთ, რაც უფრო ადრე ვიწყებთ, უფრო მეტი ეფექტურობა, ვიდრე ხა უკვე ხანდაზმული და რემოდელირებული ბრონქით რომ მოვა, ეხლა 50 წლის ასაკში ხა შეიძლება იმუნოთერაპიამ უკვე შედეგი არ მისცეს. და ერთი მნიშვნელოვანი ხა რაც იკვეთება აი ამ პერსონალიზირებული მედიცინა ხო ყველა სფეროშია და ჩვენს დარგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეხლა თუ ადამიანს აქვს რაღაც ტიპის მონოსენსიბილიზაცია, ანუ ერთ ალერგენზია და ეს დამნაშავია. აი მაშინ იმუნოთერაპია რაც ეხა ვახსენე ძალიან მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. მაგრამ თუ ადამიანს ეხა 100 სხვადასხვა ალერგენზე დაავადება აქვს, აი შეიძლება ამ 100-ზე ჩვენ ვერ აუცრათ მას და იმუნოთერაპია ვერ მივახცევთ. იქ უპირატესობა იმ ბიოლოგიურ მონოკლონებს ენიჭება. იმიტომ რომ შენ დაავადების მოდიფიცირება გააკეთო, ანუ დაავადების მამოდიფიცირებელი წამალი შემოიტანო და არა ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპია, ანუ აცრა ალერგიის მიმართ. თუმცა ეხა ამ იმუნოთერაპიის ეფექტურობის გაზრდის ერთ-ერთი გზა COVID-19-მა და ვეისმანისა და ამ კატალინა კარიკოს მიგრნებამ მოგწა საშუალება რომ არსებობდეს მესენჯერული RNA-ები სტაბილური, ხო? და ამას დაეფუძნა მე ბევრი ვაქცინები მოდერნა იყო თუ Pfizer-ი და ამ პრინციპმა დღეს უბიძგა ეხლა ამ ნაწილშიც რომ ჩვენ ამ ნანო ლიპიდებზე დაფუძნებული მესენჯერული RNA-ული ვაქცინა, ანუ ინფორმაცია ხო არ შევიტანოთ,
ჩვენს ორგანიზმში ხო არ დაიწყოს ის დამნაშავე ალერგენის სინთეზი, მაგალითად DRP1 და DRP2 ეს არის ყველაზე გავრცელებული მტვრის ტკიპები, D-ფარინე და D-ტერონისინუსი, ესე ვიცნობ, დერმატოფაგოიდების ოჯახია. აი ჩვენს ორგანიზმში რო წარმოიქმნას ეს მტვრის ტკიპის ანტიგენი. ანუ RNA-მა შეიტანოს ინფორმაცია და წარმოიქმნას. რა თქმა უნდა, ვირთაგვებში ეს და თაგვებში ეს კვლევები მიმდინარეობს, პრეკლინიკური სტადიებია ძირითადად, ერთი ამღონი გადასული უკვე ასე ვთქვათ, კლინიკურ ნაწილში, ოღონდ პირველი ფაზებში და ძალიან ადრეულში და დიდი იმედებს ამყარებენ ამის, მაგრამ რა იქნება, როგორ იქნება, რამდენად გაამართლებს, სხვა რაიმე დამხმარე და რისკები ხო არ იქნება, იმიტომ რომ მასაც ჭირდება ეს გამაძლიერებელი. ხა ჩვენ მესენჯერულ RNA-ის ვაქცინებზე ხო COVID-ის დროს წავაწყდით, რომ იქ რაღაცა დანამატები იყო, რომელიც მასტაბილიზირებლად იყო საჭირო და თქვათ მაკროგოლი და ასე შემდგომ, რომელმაც გამოიწვია ანაფილაქსური რეაქციები. ამიტომ ეს როგორ განვითარდება ეს მოვლენები, ჩვენც ველოდებით, თუმცა მაღალი ხარისხის ანტიგენების წარმოქმნა, აი პლაცებოს ეფექტის შემცირება და ნამდვილი ეფექტების გაძლიერება, ვაქცინების სტანდარტიზაცია, ალერგენები რო ენდოგენურად გაჩნდეს და იმუნური პასუხი უფრო ძლიერი იყოს. ანუ ჩვენი საწინააღმდეგო ანტისხეულები დაცვითი იყოს უფრო მაღალი მასშტაბის, რეგულატორული იქნება თუ სხვა უჯრედები, რაც ვთქვით, იმუნოგლობულინი G4 კლასი და მაბლოკირებლები. ამიტომ ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება, თუმცა ამას ფაზები აქვს თავისი, ეხლა ამის აჩქარება როგორც იმ დროს იყო, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პანდემია იყო მსოფლიოში, ვერ მოხდება. ალბათ მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 10-15 წელია საჭირო, რომ messenger RNA-ზე დაფუძნებული ვაქცინები, თუ მან ყველა კლინიკური ეტაპი გაიარა და ბოლო ფაზები გაიარა, ევროპის წამლის სააგენტო თუ ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტო მისცეს და პოტენციურად ამან ეს დრო უნდა შეგვიმციროს, ხო? ეფექტურობა და დროც. ხო, დრო 3 წელი, 5 წელი შეიძლება შემჭირდებოდეს, ამით ეხლა მე მაგალითად ერთი ვარიანტი არსებობს კიდე, რომელიც დამამატებიზნა ბოდიში, რომ ესე ქვია ჩვენი სვენელის რომ გახდეს უფრო ნათელი ხა რაზე ვლაპარაკობთ რა, რომ როცა ჩვენ ვაქცინას ვახსენებთ ამ შემთხვევაში იმ ვაქცინებს და ვაქცინების იმ პრინციპებს არ ვგულისხმობთ, რასაც პრევენციულ ვაქცინებს ვეძახით გავიკეთე და მე არაფერი აღარ მჭირს, ხო ეს არის უბრალოდ პლატფორმაა ეს ვაქცინა, როცა აი ანტიგენზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას ვიყენებთ, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში გვაქვს ნუ იგი მექანიზმი იგივეა, ეს ბიოლოგიური მექანიზმი, უბრალოდ პლატფორმა. ამას ვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი აღორძინოთ. ოღონდ ერთ განმარტებას გავაკეთებ, იმიტომ რომ ამის განმარტება ხშირად მიწევს განსაკუთრებით, თქვათ, რაღაცა ცუდი გამოცდილება რომ აქვს ამ ხრივ გასაზრდოების ნაწილისგან, რომ კიდე ვაქცინების იმას აკეთებს ეს რეკლამას. საერთოდ ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპია თავისი შინაარსით ვაქცინა არაა. ხო. ვაქცინის ძირითადი არსი არის, როცა ადამიანს პრევენციულად რაღაცას თავაზობ, რომ ის საშიში დაავადება არ დაემართოს. ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპია მისი ყველა გამოვლინებით მარტო უკეთდება და გაუკეთდება მომავალში იმ ადამიანს, რომელსაც უკვე ალერგია უკვე სჭირს. კი ბატონო. პრევენციისთვის კი არ გამოვიყენებთ სამკურნალო. ეს უკვე სამკურნალო ღონისძიება, როცა შენ დაავადებული ხარ და ალერგია გაქვს მტვრის მიმართ, ძაღლის მიმართ, კატის მიმართ, რძის თუ კვერცხის მიმართ, მაშინ რომ მოვახდინო ტოლერანტულობის სწრაფი უზრუნველყოფა და არა ისე რომ არა აქვს ალერგია, ჩვენ ეს ვაქცინა შევთავაზოთ, რომ მომავალში თეორიულად არ დაგემართოს. ამიტომ ეს თეორიულად თავისი შინაარსით ვაქცინა არ არის. ამიტომ ქვია მოვლენას ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპია და არა ვაქცინაცია. ხო, ეს არის იმუნოთერაპია და ამ ტექნოლოგიას ვიყენებთ იგივე ონკოლოგიაში ახლა, იქაც პერსონალიზებული ვაქცინები როცა მზადდება, ისინი სამკურნალოა, ისინი გავიკეთე და მე წავედი და მზეზე გავხმი 2 კვირა და ამით რისკი აღარ მაქვს რომ დამემართოს მაგალითად მელანომა, ეს არ არის. კი ბატონო. როცა ადამიანს აქვს, მე ვიყენებთ და რაღაც ამბობდი ბიზნესს შეგაწყვეტ. ერთ-ერთი იმუნოთერაპიის ფორმა, რომელიც მიღებულია ოღონდ არ არის ყოველდღიურ პრაქტიკაში და ჩვენს ქვეყანაში არ კეთდება და მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილას კეთდება, არის მაგალითად არსებობს აი დროის შემცირება რომ მითხარი, ინფრალიმპატიკური ალერგენების შეყვანა. ანუ ინვაზიური ეკოსკოპიის კონტროლის ქვეშ ლიმფურ კვანძში რომ შეიყვანო ალერგენი, ანუ იმუნური ლანგარი ახლოს რომ იტანო იმუნურ უჯრედებთან, ანუ ანტიგენური ლანგარი. ხო, რო სწრაფად ირეაგირონ და 5 წელი არ იყოს. ეს არის სულ 3 ინექცია. მე მაგ ერთი გამოცდილება ამის მარტო ჩემი პაციენტი, რომელსაც ოჯახის წევრი ცხოვრობს ჰიუსტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იქაც არ არის FDA აპრუველი, კლინიკის ერთ-ერთი ალერგოლოგთან იყო ვიზიტზე და მან უთხრა, რომ მიმდინარე დაკვირვებითი კვლევაა. თუმცა ფასიანია, $1500 იყო ამის ღირებულება, შესთავაზა რომ ამ 3 ინექციას გაგიკეთებ. აი გუწევდათ რო გითხრა ხა მტკიცებითი მედიცინა ერთი ადამიანის პრაქტიკას და ერთი ექიმის გამოცდილებას არაფერს უგულებელ ყოფილი, იმიტომ რომ ეს ვერ განაზოგადებ, მაგრამ აი ამ გოგონას 3 ინექციის მერე არავითარი შეღავათი არ აქვს. კვლევის ფაზაა ისე? ნუ ამ ინტრალიმფატიკური ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპია იყო, ნუ 3 დოზაა სულ, არა 3 წელი. ოღონ ამ 3 დოზის შეყვანა
რაღაც ინტერვალებით უშუალოდ ლიმფურ კვანტში ეკოსკოპიური კონტროლით. რა მოვიდა შემდგომი წელი და ჩვენ კლინიკური ეფექტი ვერ დავინახეთ. ისინი ეუბნებიან, რომ ჩამობძანდით, კიდე გაგიკეთებთ სამს, თქო ეხა გადასახადი არაფერი არ გექნება. ხო. ამდენ აი მედიცინა არ არის მარტივი. სადღაც შეიძლება ეფექტური იყოს ვირთაგვაში და სადღაც ბოცვერში, მაგრამ ტრანსლაციური მედიცინა ეს არის. ადამიანში გადათარგმნით მერე ზოგჯერ არ ამართლებს ხოლმე ეს მეთოდი. კი, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ხა ჩვენც მიმდინარე კვლევებს რო ვაშუქებთ ხოლმე ჯანმრთელობის დღიურებზე და ჩვენს GoWell-ზე შებრძანდით და იკითხეთ ჩვენი სტატიები, იქ ყოველთვის ხაზგასმით ვახსენებთ, რომ თუ კი რაღაცა კვლევა ეს არის პირველი ტიპის ლაბორატორიული და ასე შემდეგ, ეს არ ნიშნავს, რომ კი გვიხარია, რომ იქაც რაღაც წარმატებები გვაქვს, მაგრამ ადამიანებში რეალურად იგივე შედეგს მივიღებთ თუ არა ეს ყველაფერი არ არის. ერთი მინდა ზორა კიდე რომ ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი რაღაც ადამიანებს რაღაც სიახლეები თითქოს უთხარით და მაგარი წამლებია და ვაკეთ, მაგრამ აი ფლატ უპერსპექტივოთ რო არ იგრძნონ თავი, აი ჩვენს ცენტრში კალბატონი მაია გოთუას ხელმძღვანელობით, აი მიმდინარეობს ეხლაც კი რამოდენიმე მესამე ფაზის, მაგრამ ეს არ არის წამლები, რომლებიც ჯერ მსოფლიო საფთია კოქსელშია, აი მონოკლონურ ანტისხეულებზე ძალიან პერსპექტიულ პრეპარატებზე, აი promising drugs, რასაც ეძახიან. აი მაგათად ერთი კლინიკური კლინიკური კვლევის მესამე ფაზა. აი ხა არის ერთი მონოკლონი, მესამე ფაზაშია უკვე, რომელსაც ქვია წამლას ბარზოვოლვიმაბი, საერთაშორისო სახელია ესა, და ეს ბარზოვოლვიმაბი ქრონიკული ურტიკარიის დროს, აი მის მთავარ უჯრედს, მასტოციტი ქვია მას, მის განადგურებას ახდენს. ანუ გაქრობას კანქვეშა ქსოვილიდან. ანუ 10 ადამიანიდან თუ 20 ადამიანიდან ვისაც ეს გაუკეთდა, 100-ვე აქვს სრული კლინიკური რემისია ქრონიკული ჭინჭისებისგან. ამიტომ ისე ველოდებით ამასთან თელი მსოფლიოს მიმდინარე კვლევა გერმანიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი რაღაც ჰორიზონტზე ესეთი ძალიან მაგარი ალერგიის წამალი ჩანს, რომელსაც ჩვენ აი ამ უფასოდ კლინიკური კვლევის ფარგალში ახლა ვიყენებთ უკვე დიდი ხანია, წელიწადზე მეტია, რაც გრძელდება და ამიტომ ისე არ არის, რომ ჩვენერი ტიპის ქვეყნისთვის აი ეს კვლევაში მონაწილეობა ოღონდ კიდევ ერთხელ უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, მესამე ფაზის კვლევებია, უკვე ბევრი რამ გავლილი აქვს და ამიტომ ეს არ არის რაღაც ისეთი ფაზა, რომ თლად ექსპერიმენტში μονაწილეობდეს ადამიანი, ამიტომ აი ეს არის უკვე უსასყიდლო ხელმისაწვდომობა, ასეთი კვლევები არსებობს. გადასარევი ამბავია. აი ეს უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ჩვენ. კი ბატონო, ნამდვილად გადასარევი ამბავია. და კიდე წეგან შესაუბრობდი, ახსენე კიდეც ეს პერსონალიზებული მედიცინა და ასევე დასაწყისში ჩვენ ვისაუბრებთ, რომ ეს ენდოტიპები არსებობს, ფენოტიპური ისინი განსხვავებები და ეს შემდეგ. აი ეს მაინტერესებს რა ხარ რომ აი დავაზუსტოთ, რომ კაი გავიგე, ეს არის ორი პაციენტი, რომელიც კარგია ფენოტიპურად რაღაც ერთ და იგივე ასმა აქვს მაგალითად ორივეს. ასმა აქვს მაგალითად ორივეს, ხო? აი ეს ენდოტიპის დონეზე განსხვავება. ეს ახლა როგორ რამდენად ისეთი გავრცელებული პრაქტიკაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ან დანახარჯები როგორია, ცოდნა როგორია და ასე შემდეგ ეგ მაინტერესებს. ხო, ეხლა საერთოდ ამ დაავადებათა შინაარსში დაწყებული ქრონიკული რინოსინუსიტი, განსაკუთრებით პოლიპები ზოგადად მიმდინარე, იგივე ქრონიკულ ურტიკარიაში და ასევე ასთმაში განსაკუთრებით, ენდოტიპური კლასიფიკაცია ხარი ძალიან მნიშვნელოვანი. რომ ადამიანს ტარგეტული წამალი გამოუწერო ისეთი, ამას ეფუძნება ეს და ეს არის მიზანი, რომ ეს მისთვის სრულიად უსარგებლო არ იყოს. აი მაგათაც თუ ჩვენ შევხედავთ ეხლა პირობითად მოდი ასთმა აქვს ამის კლასიკა. 100 ასთმის მქონე პაციენტი. 100-ვეს აქვს ასთმა, 100 ადამიანს ასთმით დაავადებულს და 100-ვე პაციენტს ექიმისგან შერჩეული აქვს მაღალ დოზიანი საინჰალაციო პრეპარატი, რომელიც ჰორმონს შეიცავს. ამ 100 ადამიანიდან ამ წამალზე 70-75 იქნება. მოდი ვთქვათ მარტივად, ძალიან კარგად იგრძნობს თავს, 25 პაციენტი მუდმივი წოწონის ქვეშ იქნება და იტყვის, რომ არ მიხდება მე ეს წამალი. მაინც ნახველი მაქვს, მაინც უთქვის გაძნელება მაქვს, მაინც მსტვინავის უნთქვა მაქვს, მაინც მიმწავდება, მაინც სასწრაფოში დავრეკე და ასე შემდგომ. აი სწორედ აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებიდან ენდოტიპური კლასიფიკაცია აღმოჩინა, რომ 100 ასთმის მქონე, მძიმე ასთმის მქონე პაციენტიდან დაახლოებით 2/3, 75 არის ენდოტიპი, ასე ეძახიან და ასე ვამბობთ ჩვენ, T2 მაღალი ანთების, ანუ ალერგია და ეზინოფილია წამყვანი. და 25 პაციენტი არის არა T2 მაღალი ანთება, არც ალერგიული პროცესი და არც ეზინოფილები. ბიოპსია რო აუღო ბრონქის კედლიდან, ცარიელი ხვდება, მიკროსკოპის ქვეშ ვერაფერს ვერ დაინახავ, მეცნიერულად რომ მიუდგე. ამას ვეძახით ჩვენ ფაუსი გრანულოციტური, ანუ ღარიბია უჯრედებით. შესაბამისად ამ ტიპის საინჰალაციო წამლებს, ჰორმონალურს, მოდების წერტილი არ აქვს 25 პაციენტში. 25 პაციენტს ძალიან რთულად მიმდინარე დაავადება აქვს. ანუ არ იმუშავებს, ან ცუდად იმუშავებს. არ მუშაობს. შესაბამისად, აი მე რო დავასახელე მონოკლონები,
აი ქვედა ნაწილში რაც არის, დუპილუმაბი, ომალიზუმაბი, ესე არც ერთი არ მუშაობს 25 პაციენტში. ხო. მაგრამ აი რო ვახსენე, ტეზეპელუმაბია, თიმუსის სტრომალური ლიმფოპოეტინის საწინააღმდეგო, ეს ყველა, იმიტომ რომ ზედაშრის ალარმინგია. ამიტომ ამ პაციენტს უნდა გამოუწერო მის წამალთან ერთად თუ გაქვს შესაძლებლობა არა სხვა მონოკლონი, აი ეს ტეზეპელუმაბი. ამას უნდა გამოუწერო სხვა. ამიტომ ენდოტიპური კლასიფიკაცია საბოლოო ჯამში კლინიკური ეფექტურობაზე აისახება. იგივეა ქრონიკული ჭინჭრისიების დროს. ზოგჯერ ჩვენ გვყავს პაციენტი იტანჯება გამონაყრით, გავაორმაგებთ, გავაოთხმაგებთ ანტიჰისტამინურ წამალს და ეფექტი არაა. ამ დროს დგება საკითხი, რა გვაქვს აქ არჩევის წამალი. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მონოკლონი, მაგრამ თუ პაციენტს აქვს ენდოტიპი, სადაც მაღალია ფარისებრი ჯირკვლის მასთან ერთად, როცა დაბადება ჭინჭრისიება, აუტოიმუნური თიროიდიტი, მაღალი ექნება ანუ ანტინუკლეარული ანტისხეულები, ალერგიის იმუნოგლობულინი ნორმა 100-ია. 100 კი არა, 10, 5, 7 და 8 აქვს ციფრი. ესე იგი არ აქვს მოდების წერტილი. ისეთი ენდოტიპია, რომელიც არის არაეფექტური ამ მონოკლონების მიმართ და იქ პაციენტთან უნდა გამოიყენო იმუნოსუპრესანტი, მაგალითად ციკლოსპორინი, შეიძლება იყოს სხვა უფრო პრეპარატი. მოკლედ ენდოტიპური კლასიფიკაცია ყველა დარგში შემოვიდა, ჩემს სფეროში ვგულისხმობ, ნოზოლოგიებათაც კი ჩაშლილი და ეს ემსახურება ერთადერთ ამბავს, რომ არჩევითი მედიკამენტები იყოს პერსონალიზირებული და ეს არ იყოს ალბათობით თუმცა როცა ესეთი ის არის დეფიციტური და ძვირი ეს რასაკვირველია. აი ამას ემსახურება ეს ამბავი და ძალიან ბევრი და კეთდება რასაკვირველია ამის განსაზღვრა. ხშირად აი მაგალითად ეხა შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ მოდი ეოზინოფილური მაგ ყველაზე ხშირი ასთმის, როგორ ვადგენ ამას? აი როგორ ვადგენთ ამას? ეოზინოფილური ასთმის მქონე პაციენტს ორივეს ასთმა აქვს. ვაკეთებინებთ პირველ რიგში სისხლის საერთო ანალიზში. ეოზინოფილური პატერნის მქონე პაციენტს და ტეორი მაღალი ანთების სისხლში აქვს უხშირესად მაღალი ეოზინოფილია. მეორე, გვაქვს შესაძლებლობა ასთმის მქონე პაციენტს გავუკეთოთ ამოსუნთქულ ხაერში NO აზოტის ოქსიდი. აზოტის ოქსიდი, რომლის ნორმა 25-ზე ნაკლებია მოზრდილში, თუ ასთმის მქონე ადამიანს აქვს 50-ზე მეტი, ნიშნავს, რომ ტეორი მაღალი ანთება აქვს. იმ 25 პაციენტში კი არ შედის, აი ამ 75-ში შედის. ჩვენ შეგვიძლია პაციენტს გავუკეთოთ იმუნოგლობულინი S დონე. მაღალია, აქეთ არის. მოკლედ არსებობს ამ ენდოტიპის დიაგნოსტირების და დადგენის მარკერები, რომელსაც ყოველდღიურ პრაქტიკაში ვიყენებთ და აი ამას ეფუძნება სწორედ. ეს არ არის ინვაზიური მეთოდები, რომ ჩვენ ამ პაციენტებს უთხრათ, რომ ეხა ბიოპსიებია ჩასატარებელი, ლავაჟია ჩასატარებელი, ბრონქოსკოპია უნდა გაგიკეთოთ და იქიდან ამოგიღოთ ლავაჟი და ვთქვათ მიკროსკოპის ქვეშ შევხედოთ. დღეს არის არა ინვაზიური მეთოდები, რომლებიც თითქმის 99%-იანი სიზუსტით გვეუბნება, რომ აი ეს რომელი კატეგორიის ენდოტიპია, რომ წამალი იყოს სწორი, მიზანმიმართული და შესაბამისად მე ეფექტური. და კიდე ერთი ნაბიჯით აქეთაც რომ გადმოვიდეთ, კიდე უფრო ცოტა უფრო მარტივად რომ შევხედოთ გავიგეთ, ანუ უფრო სიღრმეში კიდე რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ მეორეს მხრივ არის თუ მარტო ესე სიმპტომებით მიუდგებით, ხო? რომ გავიგეთ, ეხლა ეს მარტო მე სიმპტომი მაქვს, რომელიც შეიძლება იყოს ალერგია, არ იყოს ალერგია, ასე შემდეგ და მე ზოგადი გავრცელებული პრაქტიკები რაც არის, ხო, ეს მკურნალობის მიდგომები და ასე შემდეგ, ისე მოლეკულური დიაგნოსტიკის გარეშე. ხო, ნუ მე იწევს ამას და აი ცი რა მინდა რომ კითხო კიდე ერთხელ რომ გავაჟღეროთ ის საკითხი რომ თვითმკურნალობა ამ შემთხვევაში იმიტომ რაღაცა აი ანტიბიოტიკებზე გავიგეთ თითქოს რომ ესეთი რა რისკებს შეიცავს ამ მედიკამენტების, მაგრამ იგივე ანტიჰისტამინების გამოყენება ესეც ხო არ არის ისეთი უმნიშვნელო მედიკამენტები, რომლებიც შეგვიძლია რომ ნებისმიერ დროს დავლიოთ, როცა ექიმის დანიშნულების გარეშე. რა თქმა უნდა, ეხლა აქ ორი ასპექტია და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ ჩვენი დარგი ძალიან ესეთი რაღაცა კომპლექსური გახდა უკვე ბოლო წლებში განსაკუთრებით, აი მოლეკულური დიაგნოსტიკა საერთოდ ვერ ვახსენებ, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ჩვენი ყოველდღიურობის და იმდენად ზოგადად ახალი ხილია ბევრი ჩვენი ასე ვთქვათ საზოგადოების წევრისთვის და მთლიანად პოპულაციისთვის, რომ აი მოლეკულური დიაგნოსტიკა ახლა არის ჩვენთვის მაგალითისთვის იმდენი ვისაუბრეთ ალერგენ სპეციფიკურ იმუნოთერაპიაზე და აცრებზე, აი მოლეკულური დიაგნოსტიკის გარეშე ჩვენ არ ვაკეთებთ ეხა არანაირ იმუნოთერაპიას და რატო ერთ მაგალითს ვიტყვი და მიხვდები. რა არის ეს მოლეკულური დიაგნოსტიკა? მოდის პაციენტი, აქვს ალერგიული რინიტი, სეზონური ან არასეზონური და გეუბნება. თუ რამე დახმარება არსებობს, უფრო ეფექტური, რომ წამალზე არ ვიყოთ ამოკიდებული ათეულობი წლები და მეხმარე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ჩვენ ვეუბნებით, რომ გავაკეთოთ მოლეკულური დიაგნოსტიკა და რამდენად ეფექტური აღმოჩნდება შენთვის, ამის პროგნოზირებას შევძლებთ, რომ ეს არ იყოს გადაყრილი რესურსი დროისა და თანხის იმუნოთერაპიის თვალსაზრისით. მაგალითად,
თუ მე ვნახე, რომ იმუნოთერაპიულ მოლეკულურ ნაწილში, თუ ადრე მე დავაწვეთებდი ვთქვათ, კანის ინჯით მტვრის ექსტრაქტს და ყველას ვიცაც ეს გაუწითლდებოდა ვიტყოდი რომ 3 მმ და მეტია და მტვრის ალერგია გაქვს. კი, გავიკეთოთ. იმუნოთერაპია თუ არ გინდა რომ სულ წამალი დალიო. ეხლა მოლეკულური დიაგნოსტიკა იძლევა საშუალებას რომ მე რო გავუკეთებ ადამიანს და მტვრის ალერგია რო ვიცო, აქვს თქვა კანის ინჯი მაქვს ადრე გაკეთებული ან სხვა ექიმს და მოვიდა ჩვენთან. აი ამ მტვრის ალერგიაზე პასუხისგებელი დაახლოებით ერთი უხეშად რო ვთქვა 10 მოლეკულა იქნება ცალკე დადგენილი. აი მარტივ მომრავლებად რო დავშალოთ ეს მტვრის მიმართ ალერგია. DRP1, DRP2, DRP23, DRP10. აი მაგალითად თუ ეს პოზიტიურობა კანის ინჯი მოლეკულა მაჩვენა რო არის DRP10-ის ხარჯზე, მაშინ ვიცით რომ იმუნოთერაპია სრულიად უეფექტოა. ხო. არ უნდა გავუკეთო იმუნოთერაპია, მე რომ მტვრის ალერგია აქვს. არ დაემორჩილება და ეფექტური არ იქნება. ეფექტური იქნება თუ DRP1, DRP2, DRP23-ზე. აი ასეთი მაგალითები, მაგალითად მედიკამენტები სიმპტომურად უნდა მივცეთ, მაგრამ ის იმედი სამწუხაროდ უნდა გაუქროთ. მაგრამ ურჩევნია რომ გაუქრო, ვიდრე 3 წლის მერე უთხრა რომ აქ ეხლა უეფექტო აღმოჩნდა შენთვის, ხო? იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირიანი სიამოვნებაა, ეს ხო მარტივი ამბავი არ არის. აი მოლეკულური დიაგნოსტიკა მაგალითად კიდე რაში გვეხმარება, აი პრაქტიკული ასპექტი. ცხოველების ალერგია. ბევრს ყავს ძალიან ეხლა ცხოველი, ხო? შენც ყავს, ხო? აი მაგალითისთვის გეტყვი. მაგალითად ძაღლის ალერგენი და ცხოველი ზოგადად ყველას გონია რომ წამყვანი არის მისი ბეწვი და მისი ქერტლი. ამ დროს ძაღლის ალერგენი მაგალითად ყველაზე ხშირი არის ნერწყვი, სალივა და შარდი და ასე ვთქვათ ეს ბიოლოგიური ექსპერიმენტები. აი მოლეკულურ დიაგნოსტიკაში შევხედავთ. აი გუშინ დაწყავდა ესეთი პაციენტი და როგორი გაკვირვებული ვარო, მეც მყავს ძაღლიო, მაგრამ არ მაქვს ალერგიაო და მეგობართან თუ მივედი ის მაძლევს ალერგიას. რა არის აქ თავი ამბავი? მოლეკულური დიაგნოსტიკით მაგალითად შეგვიძლია ვნახოთ რომ შეიძლება მამრობითი ძაღლის შარდზე კონდეს ადამიანს ალერგია. რა დედრობიც არ აქვს. იმიტომ რომ ის ანტიგენი გადმოდის წინამდებარე ჯირკვნიდან, რომელიც მამრობით სქესს აქვს ძუძუმწოვრებში, ადამიანთან დაწყებული ძაღლი დამთავრებული და ის ვერ ექნება მდედრობიც. ამ გოგონას აღმოჩნდა სწორედ ეს ანტიგენი, რომლებიც არის მამრობითი ძაღლის შარდში. ზოგადად დედრობით ძაღლზე არ ექნება. აი მოლეკულური დიაგნოსტიკა მოგვცა ამის საშუალება და ამის მაგალითები არის კვებაში, ანაფილაქსიაში აუარება. როცა აი მაგალითად მე შემიძლია დაუდგინო თხილის ალერგია ადამიანს, მაგრამ ამ მოლეკულებით მე უთხრა ეს ძალიან მნიშვნელოვანი მინიმალური რაოდენობით დაემართება ანაფილაქსია, თუ შეიძლება ცოტა ჭამოს 5 გრამი და არ დაემართება. ანუ რისკების სტრატიფიკაციის საშუალებას გვაძლევს. იმიტომ რომ ეს მოლეკულები არის პროგნოზული მნიშვნელობის. თუ გაქვს რაღაც მაგალითად მიწის თხილი, არახ H1-ზე, არახ H2-ზე, მაშინ ანაფილაქსია გარანტირებული. მაგრამ თუ გაქვს არახ H10-ზე და 12 მოლეკულაზე და ამის ხარჯზე გაქვს ალერგია, მაშინ შეიძლება იყოს წუთში შეშუპება და ენის დაბუჟება. იმის იქეთ ის არ წავა. ამიტომ აი ეს მნიშვნელოვანი ასპექტია მოლეკულურ ალერგოლოგიაში და ეს იმდენად მნიშვნელოვანი დამხმარე მეთოდიკაა ახლა ჩვენი აი ყოველდღიური პრაქტიკა, არა მარტო ჩვენი მთელი მსოფლიოს, ვისაც ამაზე ხელი მიუწვდება, ამიტომ აი ხშირად არის ეს გარკვეული მოარული ხმები, რომ მაინც ვერ გავიგებთ, ამას მაინც ვერ დაადგენ, მე რა რო გაიგებ, რაღაც ადამიანები ესე მსჯელობენ და ჩვენი ეს ყველა ინფორმაცია რაც საზოგადოებამდე მიგვაქვს და მადლობა ამისთვის თქვენ, ამას ემსახურება, რომ ესე არ არის ნამდვილად რაღაცები და თან ახლა რაც წავიდა ეს პროცესები, ხო, ესე არ არის რაც იყო 80-იან წლებში და 70-იან. მიყვებით, ანუ ბევრი დარგი არა გვაქვს მედიცინაში, სადაც ესე სიახლეებს ადვილად და სწრაფად ვეუნერგავთ ხოლმე და ალერგოლოგია, იმუნოლოგია ნამდვილად არის ის დარგი, სადაც ესენი ინერგებოდა და ამაში ძალიან დიდი წვლილი აქვს თვითონ კაპიტონ მაიას და მასაც მადლობა ამ ყველაფრისთვის. ლომის წილი აქვს ამ სიახლებისა და ინოვაციების დანერგვაში. კი, ნამდვილად და ესეთი შეკითხვა მინდა რომ დაგისვა რომ ჩვენ ახლა ვისაუბროთ ხო იმ მომიჯნავი რაღაც საკითხებზე და აი ეს ნეიროიმუნოლოგიას რასაც ეძახიან ხო ამ ჩვენი ნერვული სისტემისა და იმუნური უჯრედების ეს დიალოგი რანაირად ხდება ეს ქრონიკული ქავილი როცა გვაქვს ან ასთმური შეტევების მექანიზმში ამ ნეირონებს რა გავლენა აქვს აი ამაზეც რომ მოკლედ რომ ვთქვათ ხო ეხლა ნეიროიმუნოლოგიური გავლენები რასაკვირველი არსებობს და ბევრ რაღაცა ნიუანსში დღეს მედიცინა ჩემს დარგში ასე ვთქვათ ინფორმაცია ძალიან მწირია ანუ არ არის მიგნებები რატო ხდება ეს აი მაგალითისთვის გეტყვი ყველა ასე ვთქვათ ადამიანს ჰქონია შეხება ან თავად ან ოჯახის წევრთან ან მეგობართან რომ ჩვენ გვაქვს ესეთი ქრონიკული ფორმები ჭინჭრისიების რომელსაც ვეძახით ინდუციბელური ანუ რაღაც მიხმარება სჭირდება ამ ფიზიკური ან ემოციური რომ ადამიანი გაწითლდეს და გამოაფოთლოს აი ყველას უნახავს ტელევიზიაში საუბრისას რაღაც ადამიანი შეიძლება ან შეხვედრაზე და ვიზიტზე მთელი დეკოლტეს არე წითელი გაუხდება აი ეს ნეიროიმუნოლოგია მეგობარი მყავს ახლა გისმენს და მოვიდა რამე თუ რა ეხლა რაღაცა ინექცია გაუკეთა ვინმე ვენაში ემოციური სფერომ მოახდინა
ჰისტამინის ლიბერაცია. იმ წუთში თან მყისიერად 5 წუთი არ სჭირდება. აი ეს რატო ხდება? რა P სუბსტანციები, იქ რაღაც X ორთან ასოცირებული რეცეპტორული სისტემები. ეს ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ჯერ გარკვეულწილად კვლევისა და უღრანი ტყია, მაგრამ ფაქტია რომ არსებობს ანტიგენის სტიმულაციის გარეშე ადამიანებს ემართება ჭინჭის ციება რა ჩვენი ურტიკარია ჩვენი დაავადებების ძირითადი ნაწილი რა არ არის აი სტრესით ინდუცირებულია იგივე ქავილის ფენომენი ხო ზოგჯერ არის ადამიანები მოდიან აი ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკა არ არის გამონაყარი საერთოდ კანის სუფთა და ადამიანი გეუბნება რომ ვიტანჯები მე ქავილით სუფთა კანი არა არანაირი შესატყვისი რომ მას დერმატიტი აქვს ფსორიაზი აქვს და რაღაც ლიქენი და დაავადება ხო ან სკაბიესი და ანუ მუნი იგივე სარიელი სუფთა კანი ეკავება. ეხა აქ დაწყებული იმუნოლოგიამდე სანამ მივალთ, რა თქმა უნდა, სუფთა კანის ქავილი შეიძლება იყოს ენდოკრინული ცვლის დარღვევით, შეიძლება იყოს ონკოჰემატოლოგიური დაავადების ნაწილი, რევმატოლოგიური და სისტემური დაავადების ნაწილი და ყველა ამის გამორიცხვის მერე მივდივართ და აი წარმოიდგინე რომ ამ დაავადების ყურნალობა რა თქმა უნდა ალერგოლოგს ანდახან ნევროლოგსაც დავიხმართ, მაგრამ აი ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები უნდა დავუნიშნოთ. სხვანაირად ქავილი არ შერდება. ანტიჰისტამინურ საერთოდ არ აქვს მოდების წერტილი. და თუ არ დაინიშნა მიტაზაპინი იქნება თუ პაროქსეტინი იქნება, სხვანაირად ვერ შერდება ეს ქავილი. ხო, ამიტომ ეს ძალიან ბევრი ბმა, იგივე სტრესთან ასოცირებული ბრონქული ასმის შეტევები, ხო, სტრესთან ასოცირებული ეს ძალიან ხშირია. ხა შეიძლება წამყვანი მიზეზი არ იყოს ეხა ემოცია და სტრესი ბრონქოსპაზმის გამოწვევის და პირველ ადგილზე იყოს ინფექცია, ალერგენი სიცივე, ფიზიკური აქტივობა, მაგრამ სტრესიც ერთ-ერთი რიგშია. ამიტომ აი ეს მოვაჩვი უფრო მეტი კოლაბორაცია მოგიწევთ სავარაუდოდ. რა თქმა უნდა, აი მე მაგალითად წეგან ბიოლოგიური წამალი რო ვახსენე ის დუპილუმაბი, აი ატოპიური დერმატიტის დროს ეხა რატო არის არჩევის წამალი? ის 4 და 13 ინტერლეიკინი აღმოჩნდა რომ მის ბლოკირებას თუ ახდენ, აი ეს ქავილის რეცეპტორული სისტემა ჩერდება. აი ქავილში მთავარი ინტერლეიკინი აღმოჩნდა რომ არის ინტერლეიკინი 31 და დღეს მსოფლიოს აქვს წამალი რომელიც ნემოლიზუმაბი ქვია, რომელიც აი ამის კომპანია გალდერმამ შექმნა და მსოფლიოში ყიდება, აი ჩვენთან ახლა საერთოდ არ არის, ასე ვთქვათ, ეს გამოყენებადი კვლევა მიმდინარეობდა სხვა შორის 2 წლის წინ, ამ ასე ვთქვათ, ამ ინტერლეიკინ 33-ზე. თუმცა ქავილით მიმდინარე ატოპიური დერმატიტის დროს ევროკავშირში, ანუ EMA-ს მიერ და FDA-ს მიერ ეს აღიარებულია და იყენებენ ის ექიმები 12 წლის ასაკიდან. ანუ ინტერლეიკინ 31-ს თუ დაბლოკავ, შენ არ გექნება ქავილი 99%-ით გიმცირდება ძიმი ატოპიური დერმატიტის დროს. აი ეს სწორედ აი ეს იმუნური სისტემისა და ნერვული სისტემის ურთიერთკავშირია. გადასარევი ამბავია. ხო, წეგან შენ ახსენე კიდე ეს GLP-1 მედიკამენტები და ამასაც ვკითხულობდი, რომ ეს ეგრეთ წოდებული ხა წონის კლების საშუალებები როა. და გადავაწყდა ინფორმაციას, რომ ეს ასთმის მკურნალობაშიც რაღაცა ეს არ არის ჯერ კლინიკური კვლევები დადასტურებული, მაგრამ რაღაცა ეფექტებს აჩვენებსო და ამაზე მეტი თუ გსმენიან რა პერსპექტივები შეიძლება იყოს ამ მედიკამენტების. არა, ძალიან მარტივი ამბავია. კვლევებიც არსებობს. რა გაგებით, როცა ხდება ეგრეთ წოდებული ქვეჯგუფების ჩაშლა დიდ კვლევებში რანდომიზირებულში, ეხლა როდესაც იკვლევდნენ ამ პაციენტებს, იქ ასთმიანი კომორბიდობაც იყო. ამიტომ ასთმიან პაციენტს ჩვენ ერთი ფენოტიპი გვაქვს ასთმის, ეს პირდაპირ 6 ფენოტიპიდან ერთ-ერთია, ენდოტიპი არა, ფენოტიპი. ეს არის ესე ქვია. ასმა, ობეზიტი, სიმსუქნესთან ასოცირებული ასთმა. ანუ არავითარი სხვა ფაქტორი არ მონაწილეობს. აი რაღაცა დაბალი ხარისხის ანთება თავისი ამ ცხიმოვანი ქსოვილის და ყველაფრის კასკადის გავლენით ჭარბი წონა არის ასოცირებული და ობესიტი ანუ სიმსუქნე ასთმის განვითარებასთან. ამიტომ ასეთი ტიპის ადამიანებს, ვისაც ჭარბი წონა აქვს და თან ასთმა აქვს, თან ეს რასაკვირველია სასუნთქის სისტემის და ყველაფრის მოძრაობას და სუნთქვით ფუნქციებს და ის მოცულობას ამცირებს, ხო აი ცხიმშია გახვეული ადამიანი. ეხლა მასო წონა შეუმცირდა და საწყისი წონის 25% დაკარგა რამოდენიმე თვის შემდეგ ბარიატრიას უტოლდება. რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა. ხო, ეს იგივეა, აი როგორც ინსულინ რეზისტენტობა და დიაბეტი რატომ უმჯობესდება, შენ რო წონას დაკარგავ, რა თქმა უნდა ის რეგულირდება. ამიტომ იგივე მექანიზმით არის ასმაზე პოზიტიური გავლენა. ამიტომ ეს ცალსახა თუ ადამიანს ეს აქვს, ამიტომ პირდაპირ მოუწოდებენ. ეხლა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ იგივე მძიმე ასთმები ყველაზე მეტი იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში რთულად მიმდინარე. არის აფრო-ამერიკელებში. და ყველაზე მეტად სწორედ მათ აქვთ იქ ჭარბი წონა. ამიტომ რა თქმა უნდა ალერგოლოგი მოუწოდებს, რომ მისი წონა უნდა დარეგულირდეს, რომ მის მიერ გამოწერილი მედიკამენტი იყოს უფრო ეფექტური.
ანუ ეს არის პირდაპირ გადაბმული და ეს აჩვენა უკვე რომ ვისაც წონა შეუმცირდა ასმის მაჩვენებლები გაუმჯობესდა. ხო, თან ისედაც ასეთი კავშირია მოკეთ ამის. თან ისედაც ეს წონა იმდენი რაღაცის რისკ ფაქტორია, ხო, ჩვენ გარშემო რომ ეს მნიშვნელოვნად ცვლის ამ სურათს, მაგიტომაც აი მედიკამენტების ჯგუფის მიმართ განსაკუთრებულად ისევ არ აი კაცობრიობის დიდ აღმოჩენებს შორის ერთ-ერთი დიდი მგონია. იგივე ალცგაიმერი და იგივე ლონჯევიტი, რასაც ქვია, ანუ ხანგრძლივი სიცოცხლე ამაზე გადის, იმიტომ ჭარბი წონა ყველა დავადების ავადმყოფობას იწვევს. ეს არის ფაქტორია, საფუძველი სარჩულებით არის ამოფენილი და აქედან მოდის ეს მექანიზმი. ხო, ეს რაღაც სიმებს ნახულობდი, რა ქვია, ეს ფენფექტს რო არის რა, რაღაცებთან დაკავშირებული და ესენი ქირურგიების და ქირურგიების რაოდენობები იცვლება მსოფლიოში რა და ტრავმების რაოდენობები, სახსრების პრობლემები რაოდენობაში იკლებს. ხო, ანუ ის რა ჭარბწონასთან ასოცირებული გართულებები იყო და ეს შემდეგ. და კიდე ერთი ის მინდა და ახლა ბოლოსკენ წავიდეთ, ბოლოს შეგოთ ეს ბლიც კითხვებს დაგისვამ. ხშირად ასმული შეკითხვების შესახებ, მაგრამ შენ წეგანს ლაპარაკობდი, რომ ეს იმაზე გარემოზე რო სავლაპარაკობდი და ასე შემდეგ და ესეთ რაღაცას ვკითხულობდი, რომ ეს აი CO2-ის მაღალი კონცენტრაცია სად არის ცარისო, იქ თითქოს აი ამ სცენარეული ალერგენების გამოვლინება უფრო მაღალია და ეს რამდენად ახლა ესეთი სწორია და ის პოლენის და აი ეგ ნაწილი ეგ ახლა მოგეთ აქ არის ასეთი კონტექსტია ამ საკითხში. აი გლობალური დათბობა და აი ამ სათბური აირების მომატება ჰაერში. ძალიან მარტივი ლოგიკაა. თუ ტემპერატურა პლანეტარული მოიმატებს, აი თუ 30 წლის წინ რაღაც სცენარი იწყებდა ყვავილობას 15 აპრილს და ამთავრებდა 15 მაისს, ამ სითბური ტემპერატურის მომატების გამო ეს სცენარი იწყებს ყვავილობას ახლა 1 აპრილს და ამთავრებს 15 ივნისს. ანუ პოლუშენის, ანუ სცენარიული მტვრის მარცვლების გადმოტყორცნა დროში გაიზარდა. ხო. მიხვდი, აი ამან ეს რისკები უკვე არის დანახული. იგივე სადღაც ტენიანობა მოიმატა. მეორადად მე იქ რაღაცა წერები და მკმენარები და ყველაფერი უფრო დიდი ხანი ცხოვრობენ და გაიზარდა. ანუ ბიომრავალფეროვნება და ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის წინაშე ვდგევართ. ამიტომ ეხა თლათ ესე ცოტა აი მე მაგალითად რასაც უყურებ გარკვეულ ტრენდს, ჩემი 15 წლიანი სამედიცინო პრაქტიკით, რომ მე ბავშვობიდან რადგანაც დასავლეთ საქართველოში ცხოვრობდი და იქ გავიზარდე, სულ მესმოდა რომ აი აღმოსავლეთში რო წახვალ და აი ამ გვირაბს და ტუნელს რო გაცდები ესე იძახდნენ ხოლმე, იქ უკვე ასმა აღარ გაწუხებს. და ჩემი მეზობელი რომ მაგალითად რაღაც რუსთავში იყო გამოსახლებული, იმიტომ რომ იქ შეტევა ემართებოდა იმერეთის ამ ასე ვთქვათ რაიონში. ვერ მიდის. ხო, აი ესეთი ნიუანსი, მაგრამ ეხლა რა არის მთავარი ერას უყურებ, მე რატომ მოყვე. აი მაგალითად აღმოსავლეთ საქართველოში მთელი გაზაფხულის პერიოდიდან თითქმის ივნისის ბოლომდე იმდენი ნალექი მოდის. ბოლო 4-5 წელია მე რასაც უყურებ, რომ ადამიანები თვითონ მეუბნებიან. მე აქ რო კარგად ხვდებოდი და შვილთან წამოვიდოდი ხოლმე ან ჩემს დასთანან. ეხლა განსხვავებას ვერ ვხედავ. ბიძინა გეუბნებიან. გინდ ქუთაისში ყოფილ ვარ, გინდ ზუგდიდში და ფოთში და გინდ თბილისში. იმიტომ რომ მოიმატა ძალიან თუნდაც იმ ტენიანობის მაჩვენებლება ამ ქალაქში. და მეორე ტრენდი კიდე. ადრე რო აქ 5 მანქანა დადიოდა 80-იან წლებში. ხო? და ეხლა რომ მილიონი კატალიზატორ ამოცლილი ჯართი მანქანა დადის. როგორ შეიძლება ეხლა შენ ჰაერი შეუცვალო და სუფთა სოფლიდან წამოიყვანო და თბილისში დაიწყო ცხოვრება სადღაც საბურთალოს რაიონზე თუ ნებისმიერ რაიონში. ამიტომ ამას ვერაცნობიერებენ და იძახიან რომ აი საკითხს მიყენებენ. შევცვალო, გავყიდოთ სახლი იქ და აქ გადმოვიდეთ, რადგანაც თქვენ ასთმა დამიდგინეთ. მეუბნები რომ არავითარ შემთხვევაში შენ შეგიძლია მაშინ წახვიდე და სადღაც იმ თელავის რაიონის სოფელში დაიდო ბინა. თბილისში არ უნდა დასახლდე. თორე აქ უარესი ალერგენებია. ხო, აქ დამატებული თან სხვა რისკები. აი ეს დასაწყისში ისაუბრე, ხო? აი ეს მრავალფეროვნების ამიტომ ამის გააზრებაშიც უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას. კი ბატონო. აი შენაც რა არის თავარი ცვლილება, რაც ბოლო 10 წელიწადში მოხდა თქვენ დარგში? ეხლა 10 წლის განმავლობაში. ხო, ეხლა 10 წლის განმავლობაში და ბოლო დეკადას თუ შეხედავთ, ეხლა საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების აღმოჩენა და მათი მასიური გამოყენება 80-იანი წლებიდან ეს გარღვევა იყო. ეხლა ხენჩმა რო აღმოაჩინა, თქვა და ნობელის პრემია მიიღო პრედნიზოლონის და მისი წარმოებულების ჰიდროკორტიზონების. რა თქმა უნდა, ამან ასმის პრობლემები ძალიან სერიოზულად შეამცირა ბევრი სხვა დაავადებასთან ერთად, მაგრამ ის რომ ბრიტანელებმა მე შემდგომ ნახეს რომ ეხლა თუ პრედნიზოლონის აეროზოლს გავაკეთებ მე და დავალებინებ, შევასუნთქებ პაციენტს იგივე გვერდითი მოვლენა აქვს, ვიდრე ტაბლეტირებულით რო დალევს და განსხვავება არ არის იმას შეისუნთქავს თუ არა. აი მაშინ დაიწყეს უკვე ფიქრი, რომ ისეთი ჰორმონების სხოვერ შექმნით, რომელიც სისტემურად არ შეიწოვება და იქ მოხვდება ადამიანის ორგანოში, რომელსაც მაგალითად ასთმა აქვს. და აი აქედან გაჩნდა ერა უკვე GlaxoSmithKline და AstraZeneca-მ სოფლიოში გადატრიალება მოახდინეს, შექმნეს ისეთი მოლეკულები, ფლუტიკაზონი და ბუდესონიდი, რომელიც არის პრედნიზოლონი, ესე რომ ვთქვათ, ოღონდ
არ შეიწოვება და რჩება იქ, სადაც საჭიროა. ეს იყო გარღვევა. ამიტომ რეალურად თუ ასთმის ყველას ეშინოდა და ადამიანი მუდმივად სტაციონირებას განიცდიდა, დღეს ჩვენი დარგი თემ სოფლიოში არის ამბულატორიული. 10 საათზე მივდივარ და 6 სახში მივდივართ. თუ შეტევა სადღაც წელიწადში ერთხელ ან 5 წელიწადში ერთხელ ემართება ჩვენს პაციენტს ემერჯენსში მიდის. ჩვენ არა გვაქვს არანაირი პალატა და თემ სოფლიოში ეს ალერგოლოგია. ეს იყო ყველაზე დიდი გარღვევა, თუმცა აწლეულის გარღვევა არის მასიური გამოყენება და ეს დამიზნება ენდოტიპური ბიოლოგიური პრეპარატების. ეს სასახათესია. იმიტომ რომ მათი გადატრიალება აი მძიმე ასთმის ეხა მაგალითად არის პაციენტები, რომელსაც მუდმივად პრედნიზოლონი ჭირდებათ. და აი მე ერთი პაციენტი მყავს ეხა ჩვენს ცენტრში, რომელსაც ახალგაზრდა კაცი და რომელსაც ჭირს ძალიან იშვიათი ეოზინოფილური დაავადება, მძიმე ასთმით მიდის ეს, ესე ქვია EGPA, ანუ ეოზინოფილური გრანულომატოზი პოლიანგიიტით. ანუ თან ვასკულიტია და თან ასთმა და პოლიპოზია. ამ ადამიანს საკუთარი რესურსით, ერთ ამპულაშია სახელმწიფო დაგვეხმარა, ეს უნდა ვთქვათ. თურქეთიდან შეუძლია წამოიღოს, ეს რაღაც ერთი ამპულა ამ ეტაპზე თურქეთის ფასი 1800 ლარია და 4 ჯერ გაიკეთა. აი 30 მგ პრედნიზოლონიდან ამ ინექციის დაწყების მერე ის საერთოდ პრედნიზოლონს აღარ იღებს. ხო, აი პრედნიზოლონი რომელიც იწვევს ძვლის გამოფიტვას, კატარაქტის და გლაუკომის რისკს, შაქრიანი დიაბეტის რისკს, ნეიროფსიქიატრიული გართულებების რისკს და ადამიანი მთელი ცხოვრება ამ ტაბლეტზე უნდა ყოფილიყო. და ამ დროს ერთი ინექციას, რომელსაც თვეში ერთხელ იკეთებს, მისი ეოზინოფილები, რომლებიც იყო 2500, რაოდენობრივად და 500-ზე მეტი აღარ უნდა იყოს ნორმალურ ადამიანში. ის ამ პირველი ინექციის მერე უკვე 190 ეოზინოფილი აქვს პერიფერულ სისხლსა თვეში ერთხელ ვაკეთებ. აი ეს არის მთავარი გარღვევები. გარღვევა სახეზე. ოღონდ გვინდა რომ ეს გარღვევები ჩვენ ხელშესახები გავხადოთ ჩვენი მოსახლეობისთვის. ეს აბიძინა წეგან აი ანტიჰისტამინებზე ვლაპარაკობდით და აი ამ ანტიჰისტამინზე მინდა მე აღარ გავაგზავნეთ ეგ საკითხი. რისკები? რისკები, ხო, რისკები. ეგ ანტიჰისტამინს აქ ერთ-ერთი ასე ვთქვათ დამიზნება. ჩვენ გვაქვს ორი თაობის ანტიჰისტამინი. პირველი და მეორე, მეტი თაობა არ არსებობს. პირველი თაობა და მეორე ერთმანეთისგან განსხვავდება მხოლოდ ერთი ფაქტორით. რამდენად შეუძლია ლიპოფილურების გამო თავზურგტვინის სითხეში შეაღწიოს და დაჯდეს იმ რეცეპტორებში, რომლებიც თავის ტვინზეა. ან სხვა რეცეპტორები დაიკავოს და გვერდითი მოვლენები აქვედან დაგვანახოს. აი მაგალითად შეიძლება ანტიჰისტამინს პირველი თაობისას ვიყენებდე, რომელიც ძალიან კარგად მშველის, მაგრამ დიდი ხანი თუ ვიღებ, მადას ისე გამეძლიერებს, რომ ჭარბიწონა დამემართებ. აი კეტოტიფენი ასეთი საერთაშორისო სახელით და შეიძლება იყოს კიდევ ვთქვათ ციპროჰეპტადინი, რომელს სახელ კომერციულ სახელს აღარ ვიტყვი. ხო ძალიან კარგად მოქმედებს, მაგრამ მას აქვს სხვა რეცეპტორების დაკავების საშუალება. ამიტომ თანამედროვე ანტიჰისტამინები, რომლებიც არის და რამოდენიმეა დაახლოებით 10-მდე, იძლევა საშუალებას, რომ ანტიჰისტამინური გზა დაიკავონ, ანუ აფინურობა კონდეს მაღალი რეცეპტორზე და ის გვერდითი მოვლენები, ძილიანობა, სედაცია და ეს მადის გაძლიერება თუ რაღაცა წნევის ვარდნა და ქუტე ინტერვალზე გულზე მოქმედება იყოს მინიმალური ან პრაქტიკულად არ იყოს. თუმცა კლინიკური ეფექტურობა, აი მაგათად ქრონიკული ჭინჭისეების მქონე პაციენტს, აი რო ავიღოთ 10 პაციენტი, 4 მაგი რომ იფსე ის ახალი და კარგი წამალი, ვიდრე არის ანოტაციაში 4-ზე მეტი დოზის მიცემის უფლება გვაქვს. 10-დან 6 ადამიანი საშუალოდ კარგად გახდება, მაგრამ ის 4 ადამიანი იმ 4 მაგსაც არ ემორჩილება. აი 4-ისთვის არის მონოკლონური ბიოლოგიური თერაპია მარტო. არ შველის, თუ ომალიზუმაბი არ გაუკეთეთ. ამიტომ ანტიჰისტამინურებს აქვს თავისი ლიმიტაცია, კლინიკური ეფექტის მიღწევა ბოლომდე არ შეუძლიათ, იმიტომ რომ მარტივად რო აღიქვას ჩვენმა მსმენელმა. ანტიჰისტამინი არის მარტო ჰისტამინის რეცეპტორს დაიკავებს, თვითონ დაჯდება როგორც მე ამ სკამზე ვზივარ და ჰისტამინი ვერ მოვა. თუმცა ალერგიული დაავადებების კასკადში ჰისტამინი ერთი ნიშნულოვანი, მაგრამ ერთი მოთამაშეა. ასე კიდე აქტორი არის სხვაგან. ამიტომ იმათი დაბლოკვა მთავარი. ამიტომაც მარტო ანტიჰისტამინურით ვერ გვარდება ალერგიული დაავადებები. იმიტომ რომ სხვებიც არიან იქ, ასე ვთქვათ, მთავარ როლში. თუ არა და მეორე ხარისხოვანში მაინც. ხო, თან რამდენი სხვა ფაქტორია, რომელზეც ჩვენ ახლა ამ განმავლობაში ვილაპარაკეთ. კიდე ანუ რაგი ახლა იმუნიტეტზე ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ, ანუ აქ თემა რა არის, ხო, ანუ ხშირად როგორ ფასდება ხოლმე ახლა ეს ალერგიის ნაწილი, ხო, რომ ალერგია ერთის მხრივ არის ის, რომელიც ჩვენს უცილობთ ამ იმუნიტეტის გაძლიერებას, მაგრამ ეს გაძლიერებული იმუნიტეტი არის ზუსტად ეს, ხო? ეფექტათაც რასაც ხედავთ, როგორც ალერგიისას და ასევე ახლა ძალიან პოპულარული არის, ახლა პირდაპირ შენ არ გეხება, მაგრამ მაინც მინდა რომ გავაჟღეროთ, რა ამდენი დრო დავუთმეთ იმუნიტეტზე საუბარს. ანუ სადაც გაიხედა უამრავი მედიკამენტი ხდება, რომელიც არის მოწოდებული ამ იმუნიტეტის გაძლიერებისთვის და ეს მედიკამენტები სინამდვილეში არის მედიკამენტები. ეხლა მე გეტყვი ეხლა როგორია ეს გაძლიერებაც ცოტა ისე ტერმინია, ხო? ხო, მოდი ესე ვთქვათ, ეხლა აქ ტერმინებზეც ანუ შეთანხმებაა გარკვეულწილად, რომ შეიძლება წამლები არსებობდეს, რომელსაც შეუძლიათ იმუნური სისტემის მოდულაცია, სტიმულაციის წამლებთან ვარ ძალიან ფრთხილები და ასე ვთქვათ,
რაღაცა იმით რო იტყვიან ლენინი რო ბურჟუაზიას უყურებდა, ისე უნდა უყუროთ სტიმულაციის მქონე წამლებს. იმუნური სისტემის ნამდვილი ნაკლოვანება თუ აქვს და მე მყავს ასეთი ათეულობით პაციენტი, პირველად იმუნოდეფიციტი გულისხმება ამ შემთხვევაში, ამ პაციენტებთან არანაირი მედიკამენტი არ მუშაობს საერთოდ დედამიწაზე რაც კი არსებობს, თუ მას არ გაუკეთებთ ყოველ 60 კვირაში ერთხელ ჩანაცვლები თერაპიას იმუნოგლობულინით და მას არ მივცემ საპროფილაქტიკო მუდმივ ანტიბიოტიკო თერაპიას. და თუ არის პაციენტი, რომელსაც იმუნური სისტემის ისეთი აქტივობა აქვს, ან პირიქით დეფიციტი აქვს, რომელსაც ჩვენ წამლებით, ჩვენი რესურსებით ვერ ვაწესრიგებთ, მაშინ ასეთი პაციენტი იგზავნება უცხოეთის რომელიმე ცენტრში, სადაც ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, ანუ ახალი ქსოვილით, ახალი უჯრედების ჩანაცვლება უნდა მოხდეს. მისი საკუთარი უნდა გაუნადგურდეს და დონორმა უნდა დაიწყოს მუშაობა. იმუნური სისტემის გაძლიერების მეტი მეთოდი დედამიწაზე არ არსებობს უბრალოდ. ეხლა თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმუნომოდულაციურ საშუალებებზე, რომელიც სადღაც ჩატარებული კვლევებით ეფექტურია, სადღაც ჩატარებულით არაეფექტურია. აქ ლაპარაკია ჯამრთელ ადამიანს რო ეს მისცე, ბავშვს პირობითად, რომელსაც ბუნებრივად კარგი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ ასაკობრივად ჯერ მომწიფებელია და ყოველწლიურად, იმიტომ რომ მაღალი სოციალიზაცია აქვს, ან დაძმები ყავს ბევრი, ან ბაღში დაყავს დედას, მიიყვანა წილახევრის ასაკიდან. წელიწადში ხდება 10 და 15 ინფექცია. აი რაღაც საშუალებას თუ მისცემ და ექიმი, შენი პერსონალური გამოცდილებით. აი არის ესეთი რამოდენიმე საშუალება. იმ 10-15-დან ერთი 3-4 მოაკლდება. ანუ მოაკლდება ავადობა, მოახდება გაცდენა, მოაკლდება დედას ნერვიულობა და დიდი ალბათობით მოაკლდება ანტიბიოტიკი. მაგრამ 10-დან 4 თუ მოაკლდება, 6 მაინც რჩება. ანუ აქ უნივერსალური საშუალებები ჯამრთელი ხალხისთვის არ არსებობს. თუმცა არის პრეპარატები, რომლებსაც მაგალითად არის რაღაც ლიზატების ნაწილი, რომელსაც აი მე ძალიან უცდი ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ არ არის ლიცენზირებული. მიუხედავად იმისა, 30-40 წელი ევროპაში იყენებენ ამას. აი ამერიკაში ხა მიმდინარეობს კვლევა, რომელიც აი უნდა დამთავრდეს ახლა და მის გამოქვეყნებას ორმაგი ბრმა რანდომიზირებული კვლევა ამ იმუნომოდულაციურ ლიზატზე 1 წელი ყოველთვის 10 დღე ეძლეოდა 1000-ზე მეტ ბავშვს, ნახევარს პლაცებო და ნახევარს ესწამალი. ვისაც ანამნეზში ქონდა 2 და მეტი ბრონქოსპაზმი, ან გენეტიკაში ქონდა ასთმის მაღალი განვითარების რისკი. და ეხა გამოქვეყნდება ეს ობრიქსი კვლევა, რომელსაც ყველა უცდის მთელი სოფლიო, არიზონას ჯგუფმა ჩაატარა და გამოჩნდება ეს პრეპარატი. წყალია თუ ნამდვილი წამალია. ამიტომ აი ესეთი ნიუანსებია ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ ნამდვილი იმუნიტეტის ნაკლონების დროს არანაირი წამალი არ არსებობს, ეს თავი არ უნდა მოვიტყუილოთ და თუ გვინდა ჩვენ იმუნური სისტემის კიდე მეტი გაძლიერება, მუდმივად ამის მოწოდების ქვეშ ვართ. ბავშვია თუ დიდია, ფიზიკური აქტივობა, ასაკ შესაბამისი. ეს არის ნომერ პირველი იმუნური სისტემის სტიმულაცია. ყველაფერს რო თავი დაანებო, კუნთი რო იკუმშება. ლიმფურ ძარღვებს აწვება და ეს იმუნური უჯრედები სწრაფად დარბიან. აი მარტივი მექანიზმი რო ვთქვათ, ყველაფერს თავი დავანებოთ. რო ყუშავ ჩვენს კუნთებს, ჩვენ იმუნური უჯრედები სწრაფად გადაადგილდებიან. მეორე, ძილის მოწესრიგება. მესამე, ბალანსირებული კვება. იმიტომ რომ მე ვახსენე, რომ კუჭ-ნაწლავში აქ იმუნური სისტემის T-რეგულატორები, აი მპეერის ფოლაკებითა და ლიმფური სისტემა ნაწლავთან ასოცირებული, იქ ყალიბდება. ამიტომ მე თუ კარგად ვიკვებები, მე თუ გაზიანს ასმელებს და ამ დამატკბობლებით არა ვარ და ერთფეროვანი რაღაც გაურკვევლობებით. ჩემი ბიომრავალფეროვნება აი აქ ამდენი მილიარდი რო ცხოვრობს. აი იმუნური სისტემის უჯრედებს კარგი გაგებით ასტიმულირებს. რომ კარგები იყოს და ჯანსაღები ბევრი წარმოიქმნას. ხო, ეს კოლონიები არსებობდნენ, ინარჩუნებდნენ, ცოცხლობდნენ და შესაბამისად მე შენ ჯანმრთელი ხარ და ლამაზი. ეს არის ადამიანის ზოგი გეტყვის ხოლმე რომ აი მესმის რომ ესენი კარგია და ძილი კარგია და სტრესის კონტროლი კარგია, მაგრამ არ გამომდის ექიმი, იმიტომ რომ ცხოვრება მაქვს ესეთი და აი ვეუბნები რომ აი ბევრი არაფერი დახმარება არ შემიძლია. ძალიან მინდა რომ გვერდით დაგიდგა, მაგრამ იქნებ ფეხით იარო, იქნებ რაღაცა ჩახვიდეს საღამოს და რაღაცა საკუთარ თავს ელაპარაკო და ამ დროს ისე ირნო. აი რაღაცა ამ გამოსავალს ვეძებ ხოლმე. ნუ აღარ ვამბობ ეხა თამბაქოზე და ასთმაზე და რომ ეს ამნიშნულოვანია. ამიტომ იმუნური სისტემა ძირითადად აი ამ ფაქტორებზე გადის, რომ ნამდვილი იმუნური სისტემის ნაკლონების დროს წამლები არ მუშაობს და დანარჩენი ბუნებრივი აი ამ ფაქტორების ერთობა ძილი, კვება, სტრესის მართვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური წამლები, რაც ადამიანს ხელს უპყრია. ოღონდ ამის რეალიზება უნდა შეძლოს რასაკვირველი. ხო. ეს აი ერთი მითი რომელიც არის გავრცელებული ჩვენთან ჩვენ საზოგადოებაში ალერგიების შესახებ. ხო, ბევრი მითებს შორის და რომელსაც აი სიამონებით გააქრობდი, რომელი არის. რომელია? მითი ჩემი დარგიდან? ხო. აი ჩემი დარგიდან რა ვიცი. რაღაც ყველაზე მეტად გიშლით ხელს და იმას. მითები? აი რაღაცა არ მახსენდება ეხა, მაგრამ აი ხო, მაგალითად ერთი არის ესეთი არაპოპულარული თემა, არაპოპულარული კი არა.
რაღაცა ზედმეტად დამნაშავედ აღიარებული არის კვებით ალერგიაში, მაგალითად თაფლის ალერგია მაქვს იძახის ყველა მეორე ადამიანი ჩვენთან მოსული. აი თაფლი როგორც ესეთი კლასიკური ალერგენი წამყვანი არ არის. აი ანაფილაქსიის გამომწვევ 6, 8 თუ 9 თუ 10 პროდუქტ შორის საერთოდ თაფლი არ მოიაზრება. ის ძალიან ბოლო ადგილზე დგას და ზოგი გეტყვის, აბა რომ მომექავა, მე რა, ანაფილაქსია ხო არ დაგემართა. მე რა გაგიწითლდა. ამიტომ რაღაცა ეს პროდუქტი მაგალითად ზედმეტად დაჩაგრულად მეჩვენება, თუმცა ბიოლოგიურად აქტიურია. ბიოლოგიურად აქტიურია თაფლი, შიგნით შეიძლება იყოს ყვავილის მტვერი, ბევრი სხვა ფაქტორი, ამიტომ შეიძლება ყვავილის მტვერის ალერგია მქონდეს და ამის გამო მქონდეს რეაქცია, ამიტომ მეუნები ფერმენტირება გააკეთე, დააყენე, ის თავზე თუ ყვავილის მტვერი ექნება დილით მოაძრე და ისე მიეცი 2 წლის მერე ასაკის ბავშვს, ამიტომ აი ეს რაღაცა მითი რომელიც რო თაფლია მთავარი ალერგენი ეს უნდა დავამსხვრევთ, თაფლი არ არის ნამდვილად თავარი წამყვანი ალერგენი. თავარი არა, ხო და თავარი არა. ბიძინა ბოლო კითხვა მაქვს ესეთი, რომ რო არ ყოფილიყავი ექიმი. დიახ. მეცნიერების ამ მიმართულებას აირჩევდი. რა არის ციგულწვედაც რო ვთქვა, რაღაცა სხვა ტიპის ახლა დიდი მე უფრო პრაქტიკაზე ორიენტირებული მეცნიერება მაინტერესებს, იმიტომ მე ვარ ტრანსლაციური მედიცინის მომხრე ტიპი. მე რაღაცა ახლა სიღრმეები მარტო იმიტომ მინდა ვიცოდე, რომ ჩემს პაციენტს გამოადგეს. მე ხვალ რომ მივალ და კაბინეტში რო დავჯდები. ამიტომ რა შემიძლია მისთვის გავაკეთო უფრო უკეთესი და შევთავაზო ის, რომ მეტი ცოდნა მქონდეს, რომ ადამიანს რაღაცა ამ ქვეყანაში ქონდეს კარგი დახმარებისა და სამედიცინო, ასე ვთქვათ, ინფორმაციის და მე ბუნებრივია სამედიცინო სწორი მკურნალობის მიღების შესაძლებლობა. ამიტომ სხვა ტიპის მეცნიერებაში რაღაც გადაბარგება არასოდეს არ მიფიქრე. ერთადერთი რაზეც მიფიქრია და ეს იყო ჩემი არჩევანი, მოკლედ ვიტყვი ამ საკითხზე, ეს არის რომ აი თუ სამედიცინოზე ვერ მოხვდებოდი და ვერ ჩავაბარებდი, ჩემი დიდი სურვილი იყო რომ უფრო რაღაცა ის საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატია ყოფილიყო ჩემი ცხოვრებისეული არჩევანი, მაგრამ არა მეცნიერება არავითარ შემთხვევაში სხვა. ვინც ის დავკარგეთ კარგი დიპლომატია ამ ქვეყანაში. არა მგონი. გამოგვადგეს. თუ არის რამე ისეთი საკითხი, რომ ეს დამატებაც მინდა რაღაც გაჟღერება. მე მგონი რა ძირითადი საკითხები ჩვენ თქვით ახლა და რაღაცა არ მახსენდება რომ რამეს არ შევეხეთ. ყველა ნაწილს მე მგონი ასე ვთქვათ ასე თუ ისე შევეხეთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბიძინა. მე ვთვლი რომ ძალიან საინტერესო და საჭირო პოდკასტი გამოგვივიდა და კიდევ ერთხელ დავანახავთ ადამიანებს ის სიღრმე რომელიც თქვენ მიმართულებას აქვს მედიცინაში და რისი თქმა მინდოდა და რისი თქმა გვინდოდა ზოგადად ახლა ამ ეპიზოდით, რომ მარტო ალერგენისგან გაქცევა არ არის, როცა ჩვენ ალერგოლოგია, იმუნოლოგიაზე საუბრობთ, დღეს ეს იარაღი არის ცოდნა და მაღალი ტექნოლოგიები დაწყებული მონოკლონური ანტისხეულებიდან დასრულებული სავარაუდოდ შემდგომში RNA ვაქცინებით, რომლებიც გვექნება და ეს მთლიანად ცვლის აი ამ მკურნალობის მიმდინარეობას, პარადიგმას და ეს ყველაფერი აუმჯობესებს ჩვენ გარშემო ადამიანების ცხოვრების ხარისხს. დიდ მადლობას გიხდით ყველას, შეგახსენებთ რომ ეს არის თქვენ უყურებდით ჯანსაღ დიალოგს. იმედი მაქვს რომ ეს ინფორმაცია თქვენ დაგეხმარებოდათ, უკეთ გაგეგოთ თქვენი იმუნური სისტემა და ენდეთ თანამედროვე მეცნიერებას, მოусმინეთ ექიმებს, მიყევით მით დანიშნულებას, გამოიწერეთ ეს არხი. დაგვიწერეთ კომენტარები, შეკითხვები თუ გაქვთ. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.